მოგესალმებით მწარე პოდკასტი დიდი ბრიტანეთიდან, კემბრიჯიდან. ჩვენი თავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Nexty. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ამბავი ვაინ, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. პოდკასტის ახალი პარტნიორია Nexia Georgia. ლიდერი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს ბუღალტრულ, საგადასახადო, აუდიტის და სხვა ფინანსურ სერვისებს და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, სოდნის გაზიარებას და განათლებას. ასევე პოდკასტის ტრადიციული მხარდამჭერია Classroom G, პლატფორმა, რომელზეც მოსწავლეები პოულობენ საუკეთესო მასწავლებლებს, მასწავლებლები კი იღებენ დამატებით შემოსავალს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. აღსანიშნავია, რომ Classroom-მა დაამატა რამდენიმე ახალი აპლიკაცია, მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, სხვა დეტალები კი შეგიძლიათ ნახოთ აღწერაში. ახლა გადავიდეთ ძირითად თემაზე. ჩვენი სტუმარია არქეოლოგი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის თანამშრომელი დავით ნასყიდაშვილი. დათოს და მისი მეუღლის კემბრიჯის უნივერსიტეტის არქეოლოგიის მკვლევარის ქეითი კემბელის ძალიან დიდი დამსახურება არის, რომ ახლა მწარე პოდკასტი იმყოფება აქ. და იმედი მაქვს, რომ ამ მოგზაურობაზე მე ცალკე ეპიზოდშიც მოგვითხრობთ, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა და ისტორიული თვალსაზრისით ძალიან დატვირთული და ასევე სამეცნიერო მუშაობით. აქვე მადლობას გადავუხდი კემბრიჯის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯს, GPAS-სა და გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს მხარდაჭერისთვის. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი კი ისე თემას შეეხება, რომელიც ცოტა უცნაური ჩანს თითქოს ბრიტანეთიდან რატო ვიწერთ ამ თემას, მაგრამ მე რომ ვკითხო ძალიანაც შეესაბამება, იმიტომ რომ შუა აზიის ისტორია და გეოგრაფია პრინციპში არის ასეთი ქვეყნების ზუსტად როგორც ეს ბრიტანეთის, რომელშიც ვითარდება გეოგრაფია, ისტორია, მეცნიერება საერთოდ და თანაც გლობალურ კონტექსტში აღქმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თანამედროვეობაში მით უმეტეს, ვფიქრობ რომ საკმაოდ შეესაბამება ეს თემა და თანაც ეხმიანება ჩვენს ბოლო ეპიზოდს, რომელიც იყო ჩინგის ხანის შესახებ და შესაბამისად მონღოლთა იმპერიაში შუა აზიას ან ჩაღატას ურდოს შემდგომში და რა თქმა უნდა ნაწილობრივ ხანაცაც შეესაბამება ზუსტადაც და მე მგონი ბევრ რამე ისეც ავხსნით დღეს, რომელიც მე უკვე ჩინგის ხანის მეორე ნაწილსო ჩავწერთ, რომელშიც უკვე საუბარი იქნება ურდოების ისტორიაზე, ოქროს ურდოი, ხანატი, იუანის დინასტია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, დამატებით ინფორმაციას მიიღებს ამაზე მსმენელი. მიხარია ძალიან კიდე მეორედ რომ გვეწვია უკვე პოდკასტში, იმიტომ რომ პირველად დათო იყო ფასისის შესახებ ეპიზოდში, საკმაოდ ბევრი ნახვა დააგროვა, მით უმეტეს რომ ძველი ეპიზოდი არის და მე ყველას გირჩევთ სხვებსაც, ვისაც გაინტერესებთ ძველი საქართველოს ისტორია, განსაკუთრებით ისეთი ძეგლებისა, რომელიც გარკვეულწილად მისტერია არის და საგდებარეობს, ვისი იყო თავის დროზე, რამხელა ფართობს მოიცავდა და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი შეგიძლიათ ამ ეპიზოდში მოისმინოთ. მოკლედ დავიწყოთ პირველ რიგში ალბათ უნდა იმით, რომ მოვხაზოთ სივრცე, რომელსაც ისტორიასაც დღეს შევეხებით. როგორია შუა აზიის გეოგრაფია და ისტორიული საზღვრები, რა სახის ლანდშაფტი, კლიმატი ახასიათებს, რა არის აქ უდაბნოები, სტეპები და როგორ განსაზღვრა ამან შენი აზრით შუა აზიის ქვეყნების ისტორია? ესე იგი პირველ რიგში ალბათ დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და უკვე მეორეჯერ ვარ მწარე პოდკასტის სტუმარი. ალბათ უფრო მეტჯერ მსმენელი ვარ ვიდრე მაგრამ იმედია მოხშირდება სტუმრობები. ეს ერთ-ერთი იმ რეგიონთაგანია, სადაც მიმუშავია და რამდენიმე სეზონი დავყავი ცენტრალურ აზიაში. მაგრამ ვიდრე შეიძლება გეოგრაფიაზე გადავიდეთ და გეოგრაფიაზე და ლანდშაფტზე ვილაპარაკებთ, მე მინდა ვთქვა, რომ მე არა ვარ პირველი ქართველი ამ იმ პერიოდში საქართველოს ინსტიტუციას წარმოადგენდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც მუშაობს და არქეოლოგიის კუთხით შუა აზიაში, ცენტრალურ აზიაში, შუა აზიაში, როგორც თითქმის ორივე შეიძლება ერთ და იგივე ნაირად განვიხილოთ. და ისტორია ჩემი ესე იგი ცენტრალურ აზიასთან კავშირში იწყება, სადაც 2010 წელს, როდესაც არქეოლოგიის ინსტიტუტში შევედი, ინსტიტუტის ხელმძღვანელობის გვერდზე ედო ძალიან ბევრი წიგნი. და ესე მითხრა რომ რაღაც გაინტერესებს უზბეკეთის ისტორია, ხო და მეთქი რა ვერა, თორემ მაინტერესებს უზბეკეთის ისტორია და აღმოჩნდა რომ აი ესეთი წიგნი გამოიცა 2009 წელს ედვარდ რთველაძის მიერ უზბეკეთის ისტორია წარსული და ეს იყო რეალურად ჩემი პირველი შეხება ალბათ შუა აზიასთან. და ნუ მე რო ჩაუღმავდი ვინ იყო ეს ედვარდ რთველაძის ფენომენი ზოგადად აღმოჩნდა რომ იყო ერთ-ერთი ცნობილი არქეოლოგი ისტორიკოსი უზბეკეთის მასშტაბით. მათ შორის პოლიტიკოსიც კი უზბეკეთში, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, არაერთი ნაშრომის ავტორი, ასე შემდეგ და ეს გარკვეულწილად ეს წიგნი წავიკითხე,
ნუ რაღაც შტაბ-ბიჭილება შემექნა, ძალიან მცირე შტაბ-ბიჭილება, უფრო მეც მოგვითხრობდა ალბათ 2000 წელს ვიდრე ალბათ შეიძლება რაღაცა მარტივი სტატია გენახა იმაზე ვიკიპედიაზე, უფრო მეტი ვიდრე ვიკიპედია, დღეს უფრო გამდიდრდა. თან ალბათ ქართულად ხო და თან ქართულად ეხა პირველად რომ წავიკითხე რაღაც თოხარისტანი, გუშანები, რაღაცა ჰეპტალიტები და ასე შემდეგ გაოცებული ვიყავი და მე მეთქი ვინ არის ედუარდ თველაძე, რაღაცა უსულად დაგუგლე თუ რაღაცა აღმოჩნდა რომ არის ადამიანი ბორჯომში დაბადებული 1952 წელს ქართული განათლებით წავიდა ტაშკენტში დამკვიდრდა და ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი თუ არ ვწდები და 100 მეტი არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე და ნუ რაღაცა ესე კავშირი შედგა, ესე იგი მე მაშინ ჯერ ბაკალავრიატის სტუდენტი ვიყავი და მე საერთოდ ახლა სიმართლე რომ გითხრათ 2009 წელს ვიღაცას რო ეთქვა რომ 5-6 წლის მერე მომხდებოდი საერთოდ ცენტრალურ აზიაში და მომიწევდა იქ მუშაობა გათხრები ეს რაღაცა ფანტასტიკის სფერო მეგონებოდა სიმართლე რომ გითხრათ. მან უფრო საბჭოთა კავშირის დროს სამხედრო სამსახურში თუ ხდებოდნენ. ხო, რაღაცა ხო, აი საბჭოთა კავშირის დროს ძირითადად მესმოდა ჩემს სოფელში რომ დავდიოდი, რაღაცა და იმის რაღაცა ჩემს სოფელში ძალიან მიყვარდა ჩემს მამაჩემის ტოლა ხალხს რომ ველაპარაკებოდი, საცსახურობდნენ. აი იყო ეს რაღაცა ზოგი ბაიკალურზე მსახურობდა, ზოგი იქ მსახურობდა რაღაცა ორენბურგში რომელიც ძველი ყაზახეთი შეიძლება უბრალოდ ბევრი ეს თურქთა განსახლების ადგილი არის. მამაჩემი მსახურობდა მეგონი ორენბურგში და ასე ვიდა რაღაცა ამ ისტორიას ვაგროვდით. ეხლა და მე იყო რაღაცა ვეფხისტყაოსანი ხორეზმი რაღაცა არც მესმოდა და ამის გეოგრაფიაში ლოკალიზებასაც ვერ ვახდენდი. მე რამოდენიმე წელიწადი გავიდა, სადაც 2015-16 წელიწადი იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა ევროპის საბჭოს, ესე იგი, გრანტის მონაწილე, სადაც ებეჰარდ ზაუერის ხელმძღვანელობით დავიწყეთ არქეოლოგიური გათხრები დარიალზე, უფრო მანამდე, მაგრამ მე უკვე გადავედით ესე იგი ქართული ჯგუფი, 4-5 კაცისგან დაკომპლექტებული, წავედით გოლესტანში გორგანის კედელზე სამუშაოდ. რაც შეიძლება ჩაითვალოს ახლა გოლესტანის პროვინცია და ხორასანის პროვინცია. მე ღრმად წავს რომ მაინც აი ცენტრალური აზიის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ეს არის რაღაც სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, ხო? ესე გეოგრაფიაზე რო გადავიდეთ, გოლესტანის პროვინცია, სადაც შეიძლება ჩვენ მომაყურებელმა იცოდნენ რომ ლაშა გიორგისადმი მიძღვნილი ლაშქრობის რაღაცა ნაწილი შედგა შეიძლება გორგანისაკენ, ხო? სახარია ფაგძელის მეტალ. ხო. ამაზე მაქვს. მაშინ ესე იგი იმ ადგილას მოხვდით და მე მოხვდით უკვე მე და დათა გაგოშიძე მაშატში ვმუშაობდით, ეგ ხორასანის პროვინციაში, ნადირქალაში, სადაც აფშარიდების წარმოშობის ადგილია. ცნობილი ნადირ-შაჰის. ეს ჩვენთვის ცნობილი ნადირ-შაჰის და იქ რაღაცა უზარმაზარ კედელზე ვმუშაობდით. ეს გორგანის კედელზე იყო და იქეთ უკვე დასავლეთ წერტილზე მუშაობდნენ, ეს ლანაჩოლუგაური, ანაგაბუნია. მე და დათაც მუშაობდით, მაგრამ მე და დათა ძირითადად წინა უკან დავდიოდით და მე სხვა მიმართულებით დავიწყე იმ ექსპედიციაში მუშაობა, იმიტომ რომ დრონის მართვის უფლება მომეცა ირანის მიერ და დავდიოდი და ძეგლებს ვიღებდი, იმიტომ რომ ეს არის იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა რომ გადაგვიღო რაც შეიძლება მეტი არქეოლოგიური ძეგლი და კობა კობერიძე მუშაობდა უკვე ჩვენი მეგობარი და კოლეგა სამხრეთ თეირანთან ესეთი ძეგლი არის ქალეირაჯი უზარმაზარი კედლებიანი სასანური რაღაც 2 კილომეტრი 2 კილომეტრზე ეს შეიძლება აბსოლუტურად სხვა თემა იყოს სასანური სასანური ციხესიმაგრები. და მოკლედ ეხლა რომ დაუბრუნოთ გეოგრაფიის მოხაზვას, ირანის ყოველ შემთხვევაში ხორასანი, რაც ისტორიული ირანის და გეოგრაფიულად ფიზიკურად ირანში არის ნაწილი და გოლესტანი ცალსახად ეს შედის მე მოვიაზრებ ცენტრალური აზიის და შუა აზიის ნაწილად. აუცილებლად უნდა განვიხილოთ შუა აზიაში ავღანეთი. ეს ეხლა ჯერ გეოგრაფიულ ქვეყნებზე ავღანეთი და უკვე 5 პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ეს არის ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. ხო. ეს არის ესე იგი 5 ქვეყანა და პლუს ირანის რაღაცა ნაწილი აქ მოიაზრება და კიდე თუ უფრო გაფართოვდება ესე იგი ცენტრალური აზიის ახმა, რა თქმა უნდა და თუ კულტურულად ყიფჩაღების განსახლების არეალსაც და თურქების განსახლების არე ბულგარების და ასე შემდეგ და თუ კიდე უფრო გაზრდი ეს ურალის მთიანეთშიც ახლა და შეიძლება რამისი რაღაცა კარპატებამდეც მიხვიდე, იმიტომ რომ ეს რაღაცა სტეპებია, სამოძრაო ტერიტორია და შეიძლება უნგრეთამდეც კი მიხვიდე. შეიძლება უნგრეთამდეც მიხვიდე და აღმოსავლეთით ცხადია იქნება ალბათ დასავლეთ ჩინეთის ტერიტორია
ესეც შუა აზიის რა თქმა უნდა ეს აკლამატანის უდაბნო ცნობილი თავისი ქალაქით ქაშქარი რომელიც რაღაცა მოიაზრება აბრეშუმი ეგრეთ წოდებული აბრეშუმის გზის ერთ თავარ ქალაქად მონღოლეთი შიდა მონღოლეთი რომელიც ეს ჩინეთის პროვინცია შიდა მონღოლეთის უბრალოდ დასავლეთ პროვინცია ეს არის დაახლოებით ცენტრალური აზიის გეოგრაფია ну ეხლა შეიძლება საერთოდ ცალკე ეპიზოდიც კი ჩაიწეროს როგორ მოხდა ეს ცენტრალური აზიის ფორმირება და აქ ეგრეთ წოდებული great game რაც არის მე-19 საუკუნეში როგორ როგორ ჩამოყალიბდა თანამედროვე ცენტრალური აზია ეს შეიძლება ცალკე ძალიან მაგარი ეპიზოდიც იყოს მე ძალიან მაინტერესებს ეპიზოდი იმიტომ რა იცი მანდაც აი ხა როგორც აფრიკაში მოხდა ფაქტობრივად აი დიდმა ძალებმა აი დაჭრეს საზღვრები გარკვეულწილად რა იმიტომ რომ ძალიან ბუნებრივი საზღვრები ხო საერთოდ იმ ქვეყნებს რომლებსაც არ ქონიათ მანამდე ესე გამოკვეთილი მკვეთრად ჩამოყალიბებული სივრცე მე-19 საუკუნეში რაღაცნაირად მიენიჭათ გარკვეული ტერიტორიები რომლებიც რო შევხედავთ გაცილებით უფრო აი ესე გეომეტრიულ ობიექტებს მოგვაგონებს ხოლმე რუკაზე ვიდრე მაგალითად ევროპის ქვეყნების საზღვრები რომლებიც გაცილებით უფრო ესეთი კი და ეს ნათლათაც გამოიკეთა იმიტომ რომ ცენტრალური აზიის მთიანი რეგიონი ავღანეთი მთლიანად რაღაცა ბრიტანეთის გავლენის სფეროთ ჩამოყალიბდა როგორც ჩანს ბრიტანელებს რაღაცა გეოგრაფიული მოგზაურობები და ჩანაწერები ჰქონდათ და იცოდნენ რომ იქ იყო ძალიან დიდი სტეპები და უდაბნოები ღარიბი მოსახლეობა და რეალურად სიმართლე რომ თქვათ ესე იგი რუსეთის იმპერიის ექსპანსიას აღარც შეეწინააღმდეგნენ და თქვენს რომ აი რაღაცა გადავიდეთ ეხლა და რაღაც ამ სტეპებში თუ უდაბნოებში რატო ერთადერთი ბრიტანეთს რა ინტერესი ჰქონდა ხომ იყო ინდოეთი დაეცვა თავის მხრივ და თუ იქ საფრთხე არ შეექმნებოდა ინდოეთზე მაშინ ხო რა აღარც საინტერესო თავი იყო რომ თებამდე რუსები არ მიეშვათ გარკვეულწილად ესე იგი თქვათ რომ ტიან-შანის და ესე პამირების რაღაცა ნაწილს ახლა ტაჯიკეთი და უზბეკეთის რაღაცა ნაწილი ქალაქი არის თერმეზი და იქ პანჯიკეტი და რაღაცებია და ტაჯიკეთში ნუ ეს მთიანი რეგიონებია რა ახლა ცალსახად მთიანი რეგიონებია რა და დანარჩენი ნაწილი ახლა იქეთკენ რო გადახვიდე ესე იგი ძირითადად არის ეს სტეპები ან უდაბნოები რა ვიცი კლასიკური გაგება უდაბნოსი რაც არის რომ გაუკაცრიელებული ადგილი ადამიანები სადაც არ ცხოვრობენ ეს არის კლასიკური ახლა ცივია თუ ის შალია ის ცხელია ასე შემდეგ ესეთი განმარტება უდაბნოს არ აქვს უდაბნო არის გაუკაცრიელებული ადგილი ესე იგი რამდენ უდაბნოზე გვაქვს საუბარი სულ არის ორი ძირითადი პლუს მესამე სამი უდაბნო ეს არის თურქმენეთის ტერიტორიაზე ყარაყუმის უდაბნო ხო მე იქეთკენ უზბეკეთისკენ გადავიხარ უკვე და ყაზახეთიდან ყიზილყუმის უდაბნო და ერთ-ერთი კიდე დიდი უდაბნო ტაკლამაკანის უდაბნო ესე კი ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში გობი აღარ შედის უკვე იმაში ხო გობი მე ვიტყოდი რომ თან კიდე თან არა ეხლა თუ ძალიან გინდა ჩვენ მაშინ რაღაცა დეტერმინიზაცია უნდა მოვახდინოთ რა არის ცენტრალური აზია ჩემ ეს გობი უკვე ძალიან იქეთკენ ძალიან შორეულ აღმოსავლეთში გადავალთ მაგრამ ნუ ალბათ შეიძლება მოიაზროს საზღვრად მოუსწრებს შეიძლება აი ხო საზღვარი შეიძლება იყოს ესე იგი ეს უდაბნოების ან სტეპების ამას შეგნებულად ვამბობ იმიტომ რომ ესეთი ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს ამ უდაბნოების თუ სტეპების შესახებ და მეორეც ერთი აუცილებელია სხვა ფაქტორები რა ვითვალისწინოთ იმიტომ რომ კლიმატი იცვლება რაღაც მომენტში შეიძლება ის სტეპები იყო რაღაც მომენტებში ის უდაბნოები იყო მაგრამ კიდევ ორი მთავარი რამ რაც შეიძლება იყოს ამ უდაბნოებში ეს არის ორი მთავარი მდინარე შუა მდინარეთი ტრანსოქსიანა ეს ტრანსოქსიანა არის ესე იგი დასავლური შერქმეული სახელი ადგილობრივად ეს ქვია სირდარია და ამუდარია არალის ტბა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ ლანდშაფტური ერთეულია ცენტრალურ აზიის და ესე და კასპიის ზღვა ეს კასპიის ზღვას ჩვენ ვეძახით ისე თურქულენოვანები ეძახიან მას დარია-ე-ხაზარ რაც თავისთავად ნიშნავს ეს ხაზარების ზღვას და ეს გარკვეულადაც საზღვარია გარკვეულწილად შუა აზიისა ხო შუა აზიის დასავლეთი საზღვარი შუა აზიის ესე იგი ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი ხა ასტრახანი და იქეთკენ რო წახვალ ეგ როგორ მოიაზრებ მაგ თათარსტანს და ასე შემდეგ და ზემოთ რო ახვალ ჩემი აზრით ისიც რაღაც გარკვეულწილად
შუა აზიის შემადგენელი ნაწილი არის. მარტო გეოგრაფია ხო არ განსაზღვრავს ხოლმე ზოგჯერ გარკვეული კულტურული თავისებურება და ის თუ ვრცელდება, იმასაც მოიაზრებენ ხოლმე რეგიონში, ხო? აი როგორც მაგალითად ეხლა თუნდაც საქართველოს და კავკასიას როცა მოიაზრებენ ხოლმე ევროპაში, გეოგრაფიის გარდა აქ აი ეს გარკვეული კულტურული თავისებურებებიც ასრულებს ამაში, ხო? ხო და ესეთი გარკვეულად ესეთი განსაზღვრა მოხდა კიდევაც, ესე იგი ცენტრალური აზრი რო გავყოთ, ესე იგი სამ ნაწილად მე ყოველთვის აი ესეთი ჩამოყალიბებული აზრი მაქვს, რომ სამ ნაწილად ყოფ, ეს არის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი და სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ ნაწილის მთიანი რეგიონები, აი ავღანეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, რასაც ვახსენებთ. მერე გადავდივართ უკვე შუა ნაწილში, ეს არის უზბეკეთი და ორ ტრანსოქსიანა, ესე იგი, რომელიც არის სირდარია და ამუდარია და მერე უკვე გადადიხარ შორეულ ძალიან ასე მწვანე უკვე ევრაზიის სტეპებში, სადაც რაღაცა შეიძლება ყველაფერი ერთფეროვნად მოგეჩვენოს, შეიძლება მრავალფეროვნად მოგეჩვენოს, სადაც ბევრი მიგრაციებია, ნომადური მოძრაობებია, მომთაბარეული მოძრაობებია, რა უფრო ნომადური მოძრაობები და გარკვეულწილად ესე იგი აი ტრანსოქსიანა, ეს უზბეკეთი, აი დღევანდელი უზბეკეთი რაც არის, ესე რაღაცა ამ ორი დიდი ცხოვრების წესის შეხვედრის ადგილი. იმიტომ რომ ტრანსოქსიანის ტერიტორია ეს იყო მოგეხსენებათ ბევრი ცივილიზაციის აკვანი, ასე ვთქვათ. ხო. საერთოდ დინარეების ეს ხო, დინარეთი ყოველწარი იყო. ეს ძველი წელთაღრიცხვის მე-16 საუკუნიდან უკვე რაღაცა სოლიდური არქეოლოგიური კულტურები და ქალაქები, საქალაქო ცხოვრება ყალიბდება და მნიშვნელოვანი რაც ყალიბდება ჩემი აზრით ხორეზმში და რამაც მერე მთელი ხორეზმის ესე იგი ოაზისების ცხოვრების წესი განსაზღვრა, ეს არის არხების გაყვანა. სარწყავი ირიგაციები. ეს არის აი ძალიან შთამბეჭდავი, რა ვიცი, მე რომ მკითხოს ადამიანმა, ალბათ აი სარწყავ არხებს მერვე საოცრებაში რაღაც შეთანხმება როცა დავამატებ, იმიტომ რომ ეს არის ასეულობით კილომეტრზე გაჭრილი ადამიანების მიერ საირიგაციო სისტემები და ამას დამატებული მე ეგრეთ წოდებული კანატები, რომელიც უფრო ესე იგი არაბული და სპარსული მოვლენაა ეს კანატები, როდესაც წყლის გვირაბების გაყვანა ხდება შუა უდაბნოებში და მთიდან მოყვანა და ასე შემდეგ. კლიმატზე რა შეიძლება ითქვას? აი როგორი კლიმატი ახასიათებს ამ მხარეს, რომ რამდენად უწყობს ხელს აქ ცივილიზაციების განვითარებას? ეს არის კაცრი კონტინენტური კლიმატი. რას გულისხმობს ახლა მე ჩემ ტყავზე ასე ვთქვათ გამოცილი პლუს 50 გრადუსი თავისუფლად ზაფხულში, -20 გრადუსი იმავე ადგილას ზამთარში. და ეს გაუსაზრისია კავკასიურ სიცივეს ეს ქართულ სიცივეს ეს არ შეადაროთ. აი მართლა ესეთი ძალიან მე ვამბობ ახლამდელ მდგომარეობას. ეს იცვლება. ალბათ როგორც ჩანს იცვლება და ამას რაღაცა ბევრი პირობა აქვს, კლიმატური პირობა აქვს. მე რაც შემიძლია გითხრათ, რომ როგორც არქეოლოგი რატო ვასწავლი, რომ იცვლება კლიმატი. და ამას ჭირდება ახსნა. ხა მე ასე იგი ხელჩასავ არაფერი არ მაქვს ხა რო თქვა რომ უიმე ეს რაღაცა სტატია გვაჩვენე და ასე შემდეგ, მაგრამ ესე იგი რა ხდება? კასპიის ზღვა იცვლის დონეს. ეს არის დადასტურებული ფაქტი. როგორც დასავლეთი მხრიდან ვიცით, აფშერონის კუნძულზე იქ აზერბაიჯანში ძეგლი არის ჩაძირული მე-13-14 საუკუნის, ისევე თანამდებობით ვიცით, რომ გორგანის კედელი, რომელიც ელბრუსის თიანეთიდან იწყებოდა, დაახლოებით 1-5-10 კილომეტრი კიდე დადასტურებულად შედის კასპიის ზღვაში. ეხლა ის კასპიის ზღვას ეხლა არ გიგონოთ რომ იმ ნაწილში ღრმა არის, ეხლა მე როზ ვერავდი სადღაც ზოგ ადგილას მუხლებამდე წყალიც არის, მაგრამ ეხლა წარმოგიდგენია მუხლებამდე წყალი 5 კილომეტრი რო არის, ეს უზარმაზარი სარკი არის და ეხლა ეს დაითვალე. არ არის. ნუ ცხადია არ არის ტბა. რომელიც დაშრა ფაქტობრივად. დღეს ფაქტობრივად დამშრალი რაღაც 1/10 არის და დარჩენილი. მაგრამ ესე იგი ერთგვარი კონტროვერსიული რაც არის აქ, ესე იგი ოქსიმორონი. ამ დამშრალ ტბაში სამი არქეოლოგიური ძეგლი გამოჩნდა, რომელიც არის მე-13-მე-15 საუკუნის. ანუ მანამდე იყო დაძირული. მერე გაივსო ისევ. ამას ქვია არალ ასირაი მე მგონი ეს ერთ-ერთი ძეგლია და ყანდარი ქვია მე მგონი ყანდარი 1 და ყანდარი 2. ანუ ორი ძეგლია მე-13-მე-15 საუკუნის ერთ-ერთი მავზოლეუმიც არის. ანუ ეჭვი რო არ შეგეპარება რომ მე-13-მე-15 საუკუნე არის და ესე იგი არალასა კიდე სამი არქეოლოგიური ძეგლი. ესე იგი თუ აქ კლიმატური ცვლილებები არ მოხდა და ამაზე ხა ბევრი არის დასაწერი და ბევრი არის საკვები. დასაწერი პირიქით ხალხი ბევრს წერს
უფრო მეტი კვლევა არის საჭირო. ეხლა ამას სჭირდება მეცნიერული ახსნა. რატო დაშრა? და ეს მე-13 საუკუნის დაშრობა არ არის ტყვის, რანაირად აისახა გარემოზე და ამან პირიქით, რა ვიცი, ხელი ხო არ შეუწყო, რომ პირიქით ეს გაუდაბურებული და გაცხერებული უდაბნო კიდევ უფრო გაცხელდა და ნომადური ჯგუფები ამოძრავდნენ და უნდა ემოძრავა და ეს ალბათ შეეხოთა მონღოლებსაც, ეს რაღაც ბუნებრივი პროცესი იყო, ან თუ პირიქით დაშრა უფრო მეტი წვიმა წამოვიდა, არ ვიცი, ამის ახსნა არ მაქვს და ეს უდაბნოები პირიქით სტეპებად გადაიქნა, მწვანე ბალახად გადაიქნა და ესე გაუმარტივდათ ამ სტეპებში მოძრაობა და მანამდე როდესაც რაღაცა იზოლირება ხდება, ხო? იზოლირებული რატო არის? იმიტომ რომ ყაზახეთის სამხრეთ რეგიონამდე რომ მოხვალა ეს ყიზილორდა და თურქესტანის რეგიონები სადაც არის, იქიდან უკვე ეს იქამდე მწვანე სტეპებია, ახლა რუკაზეც რო დახედავ, ლამაზად აი სატელიტზე რო დახედავ, ლამაზი მწვანე ის არის რა, საფარი. უკვე სამხრეთით ჩამოდიხარ, უკვე აი კაც კლიმატურ პირობებში წამოდიხარ და შესაბამისად უკვე აი ეს ბუნებრივი ზოლი ხო მაშინაც არსებობდა ალბათ, აი ეს ალბათ ნომადებს ესე იგი შეუზღუდავდა სამოძრაო არეალს პერიოდებში. ალბათ გაზაფხულზე რაღაც წვიმების პერიოდში და ეს ზოლი კიდევ უფრო ჩამოვიდოდა სამხრეთამდე და მერე უკვე სირდარის და ამუდარის გავლით, ესე იგი პირდაპირ დასავლეთით შეგეძლო წამოსულიყავი და არალის ზღვამდე მოსულიყავი კასპიის ზღვასთან და ასე შემდეგ. გეოგრაფიულ ბარიერებს ანტიკურ და შუა საუკუნეებში რამხელა მნიშვნელობა აქვს, ხო, იმიტომ რომ ის ფაქტორი ზოგჯერ ახდენს ცივილიზაციების იზოლაციას, როგორც იყო მაგალითად ჩინეთიც კი. ჩინეთის იზოლაციონისტური ბუნება არ იყო მარტო კულტურიდან გამომდინარე, არამედ იყო გეოგრაფიიდან, ხო, რომელიც მას ჰქონდა, იმიტომ რომ საზღვარი ჰქონდა ფაქტობრივად დასავლეთიდან, ჩინეთს შემოსაზღვრული იყო, ჩაკეტილი იყო იმ სივრცეში. მომთაბარეები თუ მანამ საშუალება არ მიეცემოდათ, რომ იქ საძოვარი ყოფილიყო, სტეპი ყოფილიყო, ვერ წამოვიდოდა იქიდან, იმიტომ რომ ხატრიანი გადასასვლელები არის და ეხლა და დარიალის და დარუბანდის კარი. ეხლა რა გავიხსენოთ თუ? ხო, დარია და რეალურად ჩინური გავლენა ცენტრალურ აზიაზე არაბების გამოჩენამდე იყო და ეს მე მგონი თალასის ბრძოლა იყო, როდესაც და მერეც იყო. მერეც იყო 750 ყარაყიტაის და ყარაყიტაის დინასტია და შენაკადი. 751 წელს რო ეს ერთი რაღაცა მოხდა, მერე აი ძალიან მცირე მასშტაბებით უკვე რაღაცა როგორც იმაში ყაიმი, საჭადრაკო ყაიმი მიიღწა. იმიტომ რომ ვერც შენ გადახვალ იქეთა მხარეს და მოდი შეც ნუ გადმოხვალ აქეთ მხარეს და რაღაცა ეს ბუნებრივად ჩაიკეტა ეს ყველა. თანცია იყო ჩინეთი თვითმყოფადი ცივილიზაცია იყო და შესაბამისად ამანაც განსაზღვრა რომ დიდი ინტერესი არ ჰქონდა იმის გარეთ გასვლისა რა თვითონ. მაგრამ მიუხედავად ამისა, სიმართლე რომ გითხრათ მე ამის სპეციალისტი არ ვარ, მე ოტრარში მუშაობდი. რამდენიმე ძეგლზე მუშაობდი. მე მუშაობდი. ეს უთხად სად არის ოტრარი? ხო, ოტრარი არის სამხრეთ ყაზახეთი, ეს თურქესტანის რეგიონი არის. ეს არის სირდარის სანაპიროზე. იქაც სირდარია იცვლის თავის ესე იგი არხს. ხან სანაპიროზე იყო, ხან არ იყო სანაპიროზე. ეხლა დაახლოებით 10-15 კილომეტრით არის დაშორებული, მაგრამ თურქესტანი, ხო? ეს არის თურქესტანის რეგიონი, არის სტამბაბი ესეთი ძალიან ცნობილი იქაური მუსლიმი მოღვაწე იყო, იმის მავზოლეუმი არის და ესე იგი იმის გვერდზე არის ეს ოტრარის ცივილიზაცია. ეხლა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მე რასაც მინდა ყურადღება გავამახვილო, ცენტრალური აზიის რაღაცა ის მოხდა, ესე იგი კლიში, ანუ რაღაცნაირად აი სტიგმატიზაცია მოხდა, რომ იმიტომ რომ სტიგმატიზაცია მოხდა მე-19 საუკუნის რაღაცა კოლონიალური ჩანაწერებით და ეს იყო რაღაცა რუსული ან იქეთა პირიქით დასავლური ბრიტანული ჩანაწერები და ასე შემდეგ, ეს არის რაღაცა ცხელი მხარე და თითქოს არაფერი არ არსებობს. მე უფრო მეტი რომ გავიცანე, უფრო მეტად ჩავიხედე, ესე იგი ეს მთელი მეცნიერები მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, რომლებიც ჩვენ რაღაც შეიძლება ბაღდადთან ასოცირდებოდეს და იმასთან ასოცირდებოდეს, რა ქვია, ირანთან ასოცირდებოდეს, პირიქით. ესენი არიან ცენტრალური აზიის დაბადებულები და შემდეგ ემიგრირებული ბაღდადში. ეხლა ხო არის და ეს მიღებული ფაქტი არის, რომ ესე იგი ალ-ხვარაზმი, ხო? ხვარაზმიდან არის წარმოშობით, რომელთანაც ასოცირდება დღევანდელი ალგებრა. ეხლა მის გარშე შეიძლება დღეს ალგებრა არ ქონოდა და რაღაცა მარტივი მათემატიკური გამოთვლებით და რაღაცა რაც ითვლება ალბათ გადაიდებოდა ბევრი ათეული წელით ან ბევრი ასეული წელით გადადებული. ხო, ომარ ხაიამიც, რომელიც ჩვენ ირანული კულტურის ნაწილად მოგაშენა, ცხადია ცენტრალურ აზიაში დიდი ირანული გავლენა იყო, მაგრამ ის სად მოძრაობდა? ნიშაპურში იყო დაბადებული, მერვი, ხორაზმი, ესე იგი, აი ამ სამკუთხედში გადიოდა მენეთია. ხო, ულუგბეგის, ესე იგი, ის იყო ასტრონავტი კი არა, რა ქვია მას?
ასტრონომი და ისე თელი მაშინ სამარყანდში ისინია გათხრილი მაგისი ობსერვატორია. ობსერვატორია, ხო, ულუმბეგის ობსერვატორია, ხო, და კიდე ავისცინა და ასე შემდეგ, ეს ოტრარიდან იყო წარმოშობით ალ-ფარაბი, მუჰამედ ალ-ფარაბი, რომელიც ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მუსლიმი ფილოსოფოსი და მუსიკოლოგი იყო. ანუ სადღაც რომ წარმოგიდგენია რომ ეს რაღაცა მარტო სტეპების და ნომადების განსახლების ადგილი არის, ადამიანი ოტრარიდან წავიდა ალ-ფარაბი, რომელიც რაღაცა შეიძლება სპარსული წარმოშობის სახელი უძველად ალ-ფარაბი ერქვა ოტრარს, რუკებზეც აი იდრისის რუკაზე და ასე შემდეგ ალ-ფარაბად წერია. იქიდან წავიდა ადამიანი და მუსიკაზე დაწერა და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი იბადებოდა, ძალიან ბევრი ნისბებია ეს ერი, რომელიც აღნიშნავს მათი დაბადების და მოღვაწეობის. ხო, ალ-ფარაბი ხო, ესე იგი ის არის, რა ქვია. სადაც არის გოჩა ჯაფარიძემ ტიფლის ნისბა ტიფლის ნახა, ძალიან ბევრ მუსლიმ მოღვაწეს ჰქონდა შუა საუკუნეებში ეს ნისბა, შესაბამისად თბილისში რაღაცა ცხოვრების რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპი მინიმუმ ჰქონდათ გატარებული, თუ დაბადებულები არიყვნენ მაგალითად, ხო და შესაბამისად ესე იყო ეს ხალხი და თან ახლა შუა აზიაში დიდი ქალაქები არსებობს, როგორც ეს სამარყანდი და ბუხარა, ხო? უზარმაზარი ქალაქი. ეხლა ოტრარი, რომელზეც მე ვახსენე. მე სულ რამდენიმე ძეგლზე ვიმუშავე, ეხლა ესე იგი და შედარებით კომპეტენცია უფრო დიდი მაქვს და უზარმაზარ ტერიტორიაზე ვსაუბრობთ. შუა აზიას როცა ვამბობთ, ეს არის ევროპაზე დიდი არის გეოგრაფიულად. მართლა ძალიან დიდი არის და ეხლა სივრცეა რაღაცნაირად. ძალიან დიდი სივრცეა და ეხლა მე ოტრარზე რო ვილაპარაკებ დანდანაკანზე და მერუზე სადაც მიმუშავია და ეგ აფროსიებზე და ასე შემდეგ, ეს არის რომ თქვა რომ რაღაცა მე ტერამარების კულტურა გავთხარე რა ქვია ევროპაში და ეხლა თელი კომპეტენცია ევროპა რაღაც ხორვატიაში რომ მუშაობდე და ვთქვა რომ აი ეხლა მე ისლანდიის არქეოლოგიაზეც მოგიყვებით თქვა იმიტომ რომ ეს რაღაცა უზარმაზარი რეგიონია რეალურად ხო და ეს არის ძალიან დიდი სივრცე სადაც ესე იგი პირველად ესე იგი თურქები როგორც ჩანს ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში უკვე ჩდებიან ამსტერდამში. ეს არის ზედა ნაწილში. მაგრამ ამავე ეპოქაში, ესე იგი, სადღაც ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში უკვე აშკარად იგრძნობა, ესე იგი, შუა აზიის სამხრეთ ნაწილებში უკვე აქემენიდთა გამოჩენაც. და ამას უკავშირდება ქალაქ მერვის დაარსება, რომელიც თურქმენეთში მდებარეობს. ეს არის უზარმაზარი აქემენიდური და შემდგომში უკვე სასანური დროიდან უკვე ხო, შემდგომში უკვე სხვა პერიოდის ძეგლებიც არის ეს აქემენიდური. მაგრამ ნუ ეს ხანმოკლე აღმოჩნდა და ცხადიც იყო, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ვერ მოყვა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობები და ნუ ჩამოყალიბდა სელევკიდები და ბაქტრია. რომელიც ბაქტრია არის რეალურად რო ვილაპარაკოთ დღევანდელი ავღანეთის ტერიტორია. რა არის ზოგადად ელინიზაცია და სიმართლე რომ გითხრათ, აი მე ჩემი რა ელინიზაციასაც აი საქართველოში მესმის ხშირად რომ აი არის თუ არა საქართველოში ელინიზაცია, ანუ არისტოკრატიული ნაწილი ცხოვრობს თუ არა ბერძნული სტილით. დასავლეთ საქართველოში კი ეს რაღაცა გარკვეულწილად შეინიშნება, იმიტომ რომ რაღაცა ნუ შავი ზღვით გავით, ესე იგი ბერძნულ კულტურასთან გავლენა აქვს და ქალაქებსაც თუ ალბათ ვანი და ასე შემდეგ. ხო, ვანი და ასე შემდეგ და აღმოსავლეთ საქართველოში ეს რაღაცა ეფემერულად არის წარმოდგენილი და манипуляციური არის და ამაზე მოულ პერიოდში. ხო და ამაზე მე ძალიან საინტერესო რაღაცა მითხრა უკვე ერთი სამა არქეოლოგმა. და მეც ვჯერა. და მე ესე იგი რომ და ეს სამხრეთ ნაწილი მთლიანად აქ წარმოქმნა ბაქტრიის სამეფო დედაქალაქი აიხანუმი ან ბაქტარი რაღაცა სხვანაირად ბაქტრა. არა ნუ თანამედროვე აიხანუმი ეს არის წმინდა ყაიდის ბერძნული ესე იგი სივრცე. და რატო ვამბობ ეს ბერძნული სივრცე? მე თვითონ ავღანეთში არ ვანაყოფი, თუმცა ავღანეთი მაქვს ორი ქვეყნიდან დანახი, ეს არის უზბეკეთიდან თერმეცში რო ვიყავი ჩასული და ესე ჰერათის პროვინციას ესე ნუ ხედავდი იქ ხალხს და მეორეჯერ რო ვთქვი მაშათთან რომ მუშაობდი, აი მაშინ კიდევ ესე ხელის გაწვენაზე იყო ავღანეთი. მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გავისკე რომ წავსულიყავ. და მაგრამ აი ესე უკვე მერეს სელევკიდების მერე უბრალოდ ბაქტრია ესე იგი აქეთ აღმოსავლეთით ბაქტრია და დასავლეთში ხო სელევკიდების მერე წარმოქმნა კიდევ ერთი ბერძნული პატარა სახელმწიფო პართიული რომელიც ეს ვიცით რომ აუჯანყდნენ არსაკიდები რაღაცა ხო სელევკიდებს და კიდევ ერთი ბერძნული სახელმწიფო წარმოიშვა რომლის დედაქალაქიც იყო ნისა და ნისა ასეთი დედაქალაქი არის და ეს ნისა მდებარეობს ქალაქ აშხაბადთან ეს არის თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადთან დასავლეთ არის ერთი
10-15 კილომეტრი და ამ ძეგლზე რომ მივედი, რომ მენახა. ესე იგი, ცხადია რომ იქ ესეთი ქვის რესურსი არ არის, ხო, ესეთი მარმარილო და ის რაღაცა არ არის. ყველაფერი რაც აი ბერძნულ ქალაქში შეიძლება შეგვდეს, არის გაკეთებული ალიზაგურით. ანუ იქ მასალაც იყო იმით გააკეთეს ბერძნულად. იმითიც გააკეთეთ. და მე კიდე ეხლა ეს მასშტაბები, ესე იგი, გასიგრძე განებული არ მქონდა ამ ბერძნული ელინიზაციის. მე თურქმენეთში უკვე შიგნით იმაში რომ შევედით ამ უდაბნოში ყარაყომის უდაბნოში სადღაც იქ მუშაობთ დანაკანთან ეს ცნობილი ბრძოლა შეგვიძლია ელაპარაკო და ღაზნევიანებს შორის რომ შეგვიძლია ელაპარაკო იქვე მუშაობთ და იქ არის ერთი პატარა პარტიული ძეგლი არის მე დანაკანის ციხეზე მუშაობდი ეს ხო და იქვე არის ვისა და დაზორებზე ხშირად დავდიოდი და ციხეს რა ქვია დიუქალა აუ მეთქი დიუქალა დევი მე კი წამოვყარეთ ამ დიუქალაზე აუცილებლად უნდა ნახო რა ხდება და ეს დიუქალაზე რომ დავარდე 1 წრე 2 წრე დავარდე ეხლა თვალი უკვე რომ გაწაფული გაქვს და დავხედე 1 მონეტა 2 მონეტა 3 მონეტა ავიღე ეს პართული მონეტები ნუ ეხლა ეს პართული მონეტა კი იცი და მე უცხოდ დავხედე და აი ელინოს ფილოს ბერძენთ მოყვარული ანუ მონეტა საწერია ბერძენთ მოყვარული თურქმენეთში შუა ნაწილზე და მე მივხვდი რომ აი რამხელა მასშტაბებზე გაქვს საუბარი ეს არის ძალიან დიდი გავლენა მოყვა ამ ალექსანდრე მაკედონელის დაშქრობას ახლა რაც არ უნდა თქვა ესე იგი პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ არქემენიდური იმპერია გადაიბარა იმიტომ რომ არქემენიდური იმპერია ცხადია რომ ვრცელდებოდა როგორც თურქმენეთის ტერიტორიაზე ისე უზბეკეთის ხო ხორეზმამდე ადიოდა პირდაპირ ესე ეს ტრანსოქსიანაც მაქედონ წამოვიდა ესე იგი ეს თლიანი ესე თურქმენი და უზბეკეთი გადაიბარეს და იქეთ ბაქტრია ავღანეთში ესე იგი ბაქტრიის ბაქტრა დედაქალაქი ჩამოყვა 200 წელი იარსება თითქმის ხო 200 წელიწადი იარსება და მე ძალიან საინტერესო ფენომენი უკვე იწყება სადღაც პირველ საუკუნეში რა არის ეს საინტერესო ფენომენი ეს ედუარდ თველაძეს უწერია ძალიან კარგად ეს ქუშანთა რეკონკისტა ასე უწოდებს ამ ეპოქას რომ როგორ ხდება ხელმეორედ ესე უკვე ბერძნული კულტურის გავლენა და განდევნა ხო აი როგორ ესე იგი ბერძნულმა კულტურამ როგორ დაიწყო ისევ ადგილობრივი კულტურების წარმოჩენა ისევ სპარსული ან სპარსულად მოლაპარაკე ხალხის სპარსულენოვანი ნუ ეგ რაღაცა ვარიაციები ცხადია წყვითებიც იყვნენ ხო უკვე და ესე იგი ჩამოყალიბდა ქუშანთა იმპერია და რატომ აინტერესებს მე ქუშანთა იმპერია მე იმედი მაქვს რომ დაურთავ ამ საილუსტრაციო მასალა შემიძლია გამოგიგზავნო დედაქალაქი იყო კაპისა ეხლა და მე იმედი მაქვს ბევრი ისეთი ადამიანი ვისმენს რომელსაც ავღანეთში უსახურია ესე იგი როგორც იმიდან რა ქვია როდესაც დასავლური კოალიცია იწოდა და მანამდე კიდე საბჭოთა კავშირის შესვლა ბაგრამის ბაზა აი სწორედ მან მივიდივართ აი ბაგრამსანოთ რა ქვია ბაგრამსთან თავის დროზე ელინისტურ ხანაში ალექსანდრია კავკასია ხო ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ კავკასია როგორც ესე იგი გადაიწია ზღუდემ ბერძნების ზღუდემ გადაიწია და ეს ბაგრამში იყო ცნობილი მე მგონი ავიაბაზა თუ არ ვცდები და ეგ მთელი ლოჯისტიკა ავღანეთის ამ ბაგრამიდან მაგრამ ბაგრამში ჩემთვის საინტერესო რაც არის ეგ არის ეგრეთ წოდებული ვაჭრის სახლი გათხრები აი ვაჭრის სახლში არის ის რაც შეიძლება აინტერესებდეს ყველას იმიტომ რომ მე ხვდები რომ დაახლოებით საიდან წარმოვიდა ეს ეგრეთ წოდებული აბრეშუმის გზის კონცეფცია და რა არის ერთ-ერთი მთავარი რაც არის ეს არის რომაული მინის ჭურჭელი რომელიც ბაგრამში არის ჩასული მაგრამ ამ რომაულ მინის ჭურჭელზე არიან გამოსახულები გლადიატორები ეს ერთი მაგრამ აქ არ თორდება ეს ხო ბევრი მასალა არის შეგროვებული ეგვიპტური მასალებიც არის ამ ვაჭრის სახლში აღმოჩენილი და ასე შემდეგ ინდური სპილოს ნაწარმი არის და ბუდისტ ასეთ რაღაც სხვადასხვა ინდური მოტივებზე წარმოქმნილი ეს ისინია სპილოს ზვალში გამოქანდაკებული ესე იგი ამ სახლში ინახება ეს არის რაღაცა ცივილიზაციათა შეხვედრა ქუშანთა იმპერიაში რაღაც გლობალური ფენომენია რა ეს არის გლობალური ფენომენი უფრო დიდ გლობალურ ფენომენზე რომ გადავიდეთ ეხლა ესე იგი ეს ლაპარაკობთ მთიან ნაწილზე შუა აზიის მთიან ნაწილზე
აი უზბეკეთის ტერიტორიაზე უკვე ტრანსოქციანაში და არასტეპურ შუაზიაში იქ ჩამოყალიბდა სხვა სამეფო. ეს იყო სოღდიანების სამეფო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამეფო იყო და გეტყვით რატო იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ესეც როგორც ჩანს სპარსულენოვანი მოსახლეობა. ეს ერთიანი სახელმწიფო არ ყოფილა, ეს იყო როგორც ჩანს ქალაქ სახელმწიფოების ერთობლიობა, სხვადასხვა ქალაქები, დედაქალაქი აფროსიაბი და მე ამ აფროსიაბს რო ჩაყვები, არის იქ კიდე ბუხარა და ასე შემდეგ, ესეც ძველი სოღდიური ქალაქები არის. აი ამ სოღდიურ ქალაქებში დაიწყეს ადგილობრივი ქსოვილის წარმოება. ადგილობრივი აბრეშუმის წარმოება. ეს არ არის ჩინური აბრეშუმი. და როგორც ჩანს, ეს ჩინური აბრეშუმი კიდე გადაყარა. უკვე ესე იგი, სოღდიანელებმა ისწავლეს და სწორედ აი სოღდები გახდნენ ფასილიტატორები, ესე იგი, რომ ამ აბრეშუმის გზა, ეგრეთ წოდებულ აბრეშუმის გზაზე. მე ზოგადად არ მოწონს რომ რაღაცა ამ აბრეშუმის გზას უწოდებენ, იმიტომ რომ რაღაცა მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბებული ტერმინი არის. მაგრამ გარკვეულწილად აი ამ გეოგრაფიულმა მდგომარეობამ რაც თქვი, ლიმიტირებული გახადა შესაძლებლობა რომ ესე იგი რაღაცა ქსელივით ვაჭრობა ყოფილიყო, ხო? აი რაღაცა რეალურად მცირე აზიაში და იქეთ ევროპაში ისე ივაჭრებ რომ ერთმა ქვეყანამ თუ ჩაკეტა მოული და გვერდიდან წახვალა ან რაღაცა ალპებზე, შვეიცარიდან თუ გადახვედი მოული ალპებს იმივით რა ჰანიბალივით ან რაღაცას იზავ და ესპანეთს ანუ ეს შესაძლებლობა გაქვს. აი აქ ესე პამირებზე და ტიან-შანებზე და ეს შესაძლებლობა არ აქვს და მით უმეტეს არც ყარაყუმის და ყიზილგუმის უდაბნოებში არ აქვს ეს უბრალოდ არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ადვილად გადაადგილდა და შესაბამისად უნდა გაყვე დინარეს. ანუ დინარეების გასწრო უნდა ერო, არო ცხალი მქონდეს და ბერო ქალაქს მიაკნო და ეხლა ეს ხო ვერ ივიდა. აი და სოღდიანებში არის ესეთი საოცარი აღმოჩენა, რომელიც დღევანდელი სამარყანდი არის. სოღდიანში გათხრილი არის ეგრეთ წოდებული მეფეთა დარბაზი. და ამ მეფეთა დარბაზში არის ფრესკები, ესე ლურჯად ლურჯ-წითლად რამდენი საუკუნეა და ეს უნდა იყოს მე მოგწონს რომ მე-17 საუკუნეები არის. ეს არის პრეისლამამდელი მდგომარეობა, ან ისე რა ქვია, ჯერ ისლამი არ არის ამ რეგიონში. ჯერ ისლამი არ არის ამ რეგიონში, სწორედ სოღდიანის ესე ვთქვათ გადაგვარება და რაღაცა ასეთი მე ისლამი შემოვიდა და ალბათ მასვე რაღაც იდენტობის კრიზისი დადგა და მე სოღდიანელებიც გაირანელდნენ და ეგ საკმაოდ ესე იგი დიდი ისლამური ცენტრებიც კი ჩამოყალიბდა ეხ სამარყანდი რა. უფრო შემდგომ, მაგრამ სოღდიანის დროს რა ერთ-ერთი ძლავრი ქალაქი. ამ ფრესკებზე ვინ არიან გამოსახულები? ამ ფრესკებზე გამოსახულები არიან კორეელი ვაჭრები, ამ ფრესკებზე არიან ჩინელი ვაჭრები გამოსახულები, ამ ფრესკებზე არიან ცხენები გამოსახულები, 1000 გვარ ესე იგი ცხენები, აქლემები, ზღვენი რაღაცა თითქოს ერთ ადგილას სპილოს ეშვი და ხორთუმიც უნდა იყოს, ანუ ვიღაცა სპილოთი ჩამოდის, ანუ ეს თელი სავაჭრო ქსელი რაც შეიძლება იყოს იმ დროიდებით წარმოდგენა. ვინც მონაწილეობდა ყველა. ვინც მათ შორის დასავლურიდან რამდენიმე ცხოველი არის გამოსახული, ესე იგი ფუფუნების ისინიც არის გამოსახულები, ხო? არა, ფუფუნების ცხოველები, ფარშევანგები და რაღაცა. ხო, რაც ყავდათ ისე. როგორც ჩანს, ეხლა ჩვენ მგონია რომ აბრეშუმის გზა და რაღაცა ადამიანები ვაჭრობენ მარტო იმით, რა ქვია, აბრეშუმში და ნივთები. და ცხოველებით ვაჭრობენ სერიოზულად მიმდინარეობს, თუ იმის თავი გაქვს სპილოს გადაიყვანო ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გაყიდო, შეიძლება კაი მოგებაც ნახო, მაგრამ ფარშევანგები, ეგზოტიკური ფრინველები ეს დადიანები. ეხლა ეს საქართველოში ეს არ არის პოპულარული, მაგრამ ეხლა მე იმენთან UCL-ში სადაც მუშაობ, ოთახში ვისაუბრავს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ზოოარქეოლოგი, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ აქვს ამ სპეციალისტი და ძულებს რო იკვლევს, ეხლა არქეოლოგიურ ძეგლებზე არწივები და რაღაცები ყავდათ რა. მოშინაურებლად, ეხლა მე მარტო ეხლა სიმართლე რო გითხრა, შეიძლება ქათამი და ცხენი გავარჩევ ერთად საგან ეხლა ლექჩები სპეციალი, ანუ ეხლა კი ძუძუმწოვრებს გავარჩევ ეხლა ცოტა ძუძუმწოვრებს ერთმანეთსგან, ძირითადი ძუძუმწოვრები რაც არის და მაგრამ ეს ეხლა საერთო სურათს ხო არ გაძლევს, ხო 1000-დან ერთი უნდა იცნო რომ შეიძლება სადღაც რომელიღაცა ქართულ ძეგლს რო გათხრი შეიძლება მართლა ყავდოთ ეს ეგზოტიკური ფრინველები, მაგრამ იქ ფრესკაზე გაქვს, ნუ ეხლა ნიშნავს რომ ეს სავაჭრო სუბიექტია, სავაჭრო ობიექტია. და ესე იგი ამ ნაწილამდეც მივედით ეს რომელიც სოღდიანა ჩამოყალიბდა და მე უკვე ამის შემდეგ გადავდივართ, ცხადია უკვე
ისლამურ ეპოქაში. ისლამურ ეპოქაში. აი როგორ შეცვალა შენი აზრით მონოთეისტურმა რელიგიებმა რეგიონის სახე? ანუ ისლამი როგორც გამაერთიანებელი ფაქტორი და იდეოლოგია, რამდენად იყო შუა აზიური იმპერიებისათვის, რომლებიც იქმნებიან აი ამ პერიოდში, უკვე ისლამურ პერიოდში. ესე იგი, სიმართლე ვთქვათ, ეს ყველა რეგიონს ალბათ სხვადასხვა პასუხი ექნება ამ შუა აზიაში, რომ სხვადასხვა ერთი რეგიონი კითხვა დასვა. მაგრამ ვიდრე ისლამი გავრცელდებოდა, ეს იყო ცენტრალური აზია იყო, ესე იგი რელიგიების ესე იგი გავრცელების დიდი ეპიცენტრი. ეს შეგვიძლია დავურთოთ კიდევაც მე მასალად, მაგრამ ნუ ეხლა ცხადია, რა რელიგიები იყო გავრცელებული. ეხლა ქუშანის იმპერიას რო ვახსენებ, იქ რაღაცა ბუდიზმი იყო, ადგილობრივ რელიგიებთან რაღაც სინკრეტული რელიგიები გავრცელებული. მანიქეიზმი იყო სერიოზულად გავრცელებული, ზოროასტრიზმი იყო სერიოზულად გავრცელებული. ქრისტიანობა ნესტორიანული. და როგორც ჩანს ნესტორიანული როგორც ჩანს კი არა ეს დადასტურებულად არა ნესტორიანული ქრისტიანობა ჩინეთში ჩავიდა და იქ რაღაცა ჩინური ჰაბიტუსის ქრისტეს გამოსახულებები არის აღმოჩენილი გამოხატული. ესე იგი ადრეული ქრისტიანობა. კი ელინისტური ბუდებიც კი არის. ელინისტური ბუდებიც არსებობს, კი ბატონო. ასე რაღაცა ესე იგი სინკრეტული არა შერეული, სინთეზური კულტურა არის. ეხლა რაც შეეხება ეს ამ ნაწილში ნუ ცხადია ისლამმა ეს ყველაფერი ერთ ვერტიკალში მოაქცია და თავარ რელიგიად იქცა. მაგრამ მეორე ნაწილი რაც ეხლა ესე იგი ამას წინებზე ვფიქრობთ, ესე იგი ეს ხუთი სახელმწიფო ნუ პლუს აზერბაიჯანი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსლიმანური სეკულარული სახელმწიფოები დღეს. ან რას გულისხმობ იმაში, რომ ეხლა კი ბატონო ყველგან არის ისლამი ბევრ ქვეყანაში არის, მაგრამ ესე იგი ამ ისლამის აღსრულება, ესე იგი ყოფილ ცხოვრებაში, გამიჯნულია რელიგია სახელმწიფო და რაღაცები არ გამ. ეხლა შეიძლება ცოტა უფრო თურქმენეთში შევამჩნიე, რომ მას შემდეგ სადაც გურბანგული ბერდი მუხამედოვი გადავიდა და გადადგა თავის შულს გადავლოცა პოსტი, ეხლა რო ჩავედით ბოლოს რო ჩავედით თურქმენეთში შევამჩნიე, რომ ვიღაცა ვისთან ერთადაც რაღაცა ვსვამდით და შეგვიძლია ამოჭრა, მაგრამ ვისთან ერთადაც დავდიოდით ხოლმე ველზე, აი დიუქალაზე და მე ლუც რო დავლევდით, მითხრეს რომ ეს რამადანი არის რომ ვერ დავლევთ, ხო და ეს რაღაცა შეიძლება რაღაცა პატარა ისინი აქვს, რომ შეიძლება იზრდებოდეს რელიგიის გავლენა. მაგრამ აი ესე პირობითად იმაში რა მე მგონია რომ თან მოხდა ისლამიზაცია, ესე იგი, მაგრამ უფრო მე-19 საუკუნეში, მაგრამ ძირეულად ვერ მოხდა. ანუ სამხრეთ ნაწილში, სადაც ურბანული მოსახლეობა არსებობს, აი ტრანსოქსიანაში ურბანული მოსახლეობები არსებობს. იქ მოხდა, მაგრამ აი როგორც კი ესე იგი უფრო სტეპებში გადახვალ, იქ თან მოხდა და თან არ მოხდა. ის ადგილობრივ თურქულ რაღაცა შამანურ წარმოდგენებთან შეერწყა ისლამი. ესეთი რაღაცა კლასიკური ისლამი არ ხდება და მე როცა ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა საბჭოთა კავშირის ამბავია, რომ იქ ესეთი სეკულარიზაცია მოხდა ამ რეგიონების თუ უკვე მანამდეც ესე იგი ესეთი თქვა, ესეთი სინკრეტული რელიგია არსებობდა, რაღაცა ადგილობრივ შამანური კულტურები შერეული იმასთან, ხო, ეგრეა ისლამი. მონოთეისტურ რელიგიებთან. ხო, მონოთეისტურ რელიგიებთან. ამაზე პასუხი სიმართლე კი არ ამას. ხო, ქრისტიანობის ძალიან საინტერესო ფორმებიც არის, აი მომთაბარეთა შორის გავრცელებული, იმიტომ რომ ქრისტიანობა იყო რა თქმა უნდა, ამ ხალხებში ნუ ჩინგისხანმა გააერთიანა, მაგრამ ისეთი თავისებური ქრისტიანობა იყო, როგორიც აი უნიკალური არის აბსოლუტურად რა. აი ხა სტატია თუ ნახე, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ნანახი მაქვს და მოხსენებაც მოსმენილი მაქვს. ესე იგი, თურქულ ტომებში ხო ესე იგი ცნობილი რა, ეგრეთ წოდებული ქრისტელების დადგმა, ესე იგი რაღაცა ეს რომ მოძრაობენ ეს ნომადური ჯგუფები წინ და უკან, განსაკუთრებით რომ აუცილებლად აღმართავენ ქრისტელებს. მე რაღაც მომენტში ქრისტიანობა გავრცელდა და ეხლა ამ პატარა იმებს რო თხრიან, მე-11 საუკუნეში ისლამამდელ პერიოდს რა, დიმიტრი ვოიაკინმა გამოსახულთ, თორსტორი დიმიტრი ვოიაკინი არის. ხო, ამოჩენილი არის ქრისტიანული ქვაჯვარებით. ქრისტისა რა, ესე იგი, რაღაცა როგორია შეიძლება ირლანდიაში ან რაღაცა სომხეთში შეიძლება დგას ხაჭკარი, ესე იგი, ქრისტიანული ქვაჯვარი თურქულ ტომებშიც რაღაც უცებ გავრცელდა რა. რასაც გავდენ იმის მაგალითად ჯვრების დადგმა დაიწყეს, ხო? ერთად, იმასთან ერთად, მე მგონია რომ აი ესეთ ნომადურ ჯგუფებში ესეთ დიქოტომია არ არსებობს, რომ შენ აპრიორი მაინდა-მაინც ან ქრისტიანი უნდა იყო, ან ისლამი უნდა იყოს და ან თუ ეს ერთი ხარ მეორე ვერ იქნები, შვენივრად იქნები.
ეს გამოცდილება მე პირადად გონია რაღაცა ინდოეთში როცა მუშაობდი ოჯახში რომ მივიდოდი რაღაცა იქ იმის რა ქვია მექა სურათიც ჰქონდა ჩამოკიდებული განეშისაც და იმისაც ქრისტე ღმერთისაც და სამივეზე მშვენივრად ლოცულობ. ეს ჩემი აზრით რაღაცა დასავლური პროდუქტია რომ მე გამიჯვნის რაღაც ბიზანტიური ისლამური იმპერიის და დასავლეთის და აღმოსავლეთის რომ ან ერთი უნდა იყო ან მეორე და აუცილებლად ინსტიტუციურ რაღაცა იმებში უნდა მოერწყო მარწუხებში უნდა რაღაცა მოერწყო მოხდე და ეგ ეხლა ნომადებში ვინ არის მაგის განკონტროლებელი იქ ქრისტეც შეიძლება და რაღაც ეპიზოდი და თაყვანიაცად მუჰამედისთვისაც და რაღაც ადგილობრივი შამანური წარმოდგენებისთვის ეს ჩინგისხანის იმპერიაშიც მასე იყო რა. ჩინგისხანის იმპერიაც აბსოლუტურად მე მგონია სეკულარული იმპერია იყო და არც აინტერესებდათ მე უფრო მეტადაც მე მგონია რომ აბასიდური იმპერია როდესაც გავრცელდა ალბათ აბასიდების სწორედ თუ აბასიანების ხო აბასიანების იმპერია შეიძლება მესამედი მოსახლეობა არ ყოფილიყო პირველად და სხვა შემთხვევაში მუსლიმი ეგ პრინციპში საქართველოს შედიოდა ასევე ჰიუ კენედი ამბობს მაგას მე არ ვამბობ საქართველოს შედიოდა საერთოდ არაბთა იმპერიაში მაგრამ საქართველოში ისლამი არ გავრცელებულა მიუხედავად იმისა რომ გარკვეულ შეღავათებს აძლევდნენ იმას ვის მიიღებდა ისლამს ხო ქრისტიანურად შევიდა ჩაურებრივად ამ იმპერიაში მაგრამ იმიტომ რომ ისლამისთვის თავარი იყო არა ის მაინც და მაინც რომ ყველაზე გაევრცელებინა ისლამი არამედ ან უნდა გაევრცელებინა ისლამი ან დაემორჩილებინა ისლამური ხელისუფლებისათვის ისინი ასე რომ თუ დარჩებოდნენ იქ ადგილობრივ რელიგიაზე გადაიხდიდნენ გადასახადს და იცხოვრებდნენ. ოსმალეთის იმპერია გარკვეულწილად აგიგივე ფორმატში არსებობდა საუკუნეების მანძილზე, ხო? მილეთები იყო, ცხოვრობდნენ სომხები, ბერძნები, ებრაელები და თავიანთ რელიგიას აღასრულებდნენ, ოღონდ გადასახადს იხდიდნენ სამისოდ. და აბასიდებზე რახან დაუბრუნდეთ, ესე იგი, აბასიდებმა როგორც ჩანს ქალაქი მერვიეს, უზარმაზარი ქალაქი აქემენდური, შემდგომ სასანური, პართული და ეს ქალაქი აქცევს თავარ ფორტპოსტად. ეს ფორტპოსტი მე ვამბობ, რომ რაღაცა საზღვაო სიმაგრე ხო და მერე უკვე ასე იგი ეს ცალკე ქალაქი დაარსეს გვერდზე მერვის. აი ერთი 20 მეტრით ჩააჩოჩეს ეს უზარმაზარი ქალაქი ერქქალა და ასე შემდეგ რაც არის ადგილიდან და გვერდზე დაარსეს ზუსტად ახალი ქალაქი. აბა ეხლა რამოდენიმე აზრი არსებობს ეხლა UCL-დან იმიტომ ვიცი რომ UCL-ი ცენტრალურ აზიის და უდაბნოს ქალაქებს აქვს ერთ-ერთი ნიშანთვისება. ერთ ადგილას როცა ცხოვრობ, ქალაქის სიმაღლე იზრდება. აი ბუკვალურად სიმაღლეში იზრდება. ეს ფენომენი საქართველოში არსებობს, ეს გორაკების გამოსახულები რაც არის, რომ ცხოვრობ ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე, 4 თვე, წელიწადი ეს შენახა გაქვს ეხა წარმოდგენილი, რომ რაღაც გაგაკ ნაგავი და ბუნკერში იყრი და მე წავა და ვიღაც წაიღო. ეს ყველაფერი ილექება ერთ ადგილას. სახლები ინგრევა, იმის ადგილზე შენდება ახალი და ასე შემდეგ. მე ყველაზე დიდი სტრატიგრაფიული ჭრილი მაქვს ნანახი ერქქალაზე. სარიანიდი იყო ესეთი საბჭოთა ბერძენი არქეოლოგი. 25 მეტრი. ან 25 მეტრი იყო თხრილი. ან 25 მეტრი არის 9 სართულიანი სახლი დაახლოებით, ხო? აი კორპუსებს რო შეხედა. ხო, რა, 8 სართული, 7 სართული რო 2 სართული წააჭრა და ესე ჩადო ამ ორმოში. და ეს რო უყურებ და რეალურად, ესე იგი, ეს იყო სტრატიგრაფია ჩვენ რასაც ვუძახით არქეოლოგიის სტრატიგრაფია, ეს იყო ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნიდან მერვე საუკუნემდე. ესე იგი 1000 წლოვანმა ცხოვრების კვალმა 25 მეტრი სიმაღლის არქეოლოგიური ძეგლი წარმოშვა, რომელიც რეალურად ნაგავია, ხო, ეს ილექება, თან განსაკუთრებულად შუა აზიაში რა არის თავარი სამშენებლო მასალა, ეს არის ალიზაგური, ხო, იქვე თიხას რომ მოზილავ ამ თიხით ააშენებ ქალაქებს, ეს ქალაქი მე ნენელა დნება, წვიმები მოდის, რაც არ გასაკვირი იყო ზოგჯერ წვიმს, ან ქარის ეროზია ხდება და მე ხელახლა ისე ვაშენებ. ეხლა რა გახდა? ეს სიმაღლეში რო გაიზარდა, პირიქით შეიძლება შენ სამხედრო ექსპერტი ხარ და ამით ვიტყვი რომ სამხედრო კუთვნილება ეს კარგი იყო, კარგად დაიცავდნენ თავს, მაგრამ მეორე ძალიან პრაქტიკულ ნაწილზე გადადიხარ, ეს არის წყალი. წყალი ხო. როგორია რომ ეხლა ყოველ დღე რომ 27 სართულზე ესა 27 მეტრზე და 25 მეტრზე წყალი უნდა აიტარო და ჩამოვიდნენ აბასიდები და აბასიანები და ვაიმე რა გავიდა, აი უშუალოდ გვერდზე. უფრო მეცაც გეტყვი, ის აბასიანთა დაარსებული ქალაქის იმდენად ესე გაიზარდა სიმაღლეში. იმდენად გაიზარდა ეს სიმაღლეში, რომ
ადგენენ და მე უკვე პოსტმონღოლურ ეპოქაში კიდეც მერვი დაარსეს, ესე იგი შუაში. ეს სურათი შეგვიძლია გაჭრის არა. დანომრილია ხარ მერვი 1, მერვი 1, მერვი 2 და მერვი 3. ეს ეხება ალფარაბისაც, ოტრარზე, სადაც მუშაობდი. ოტრარზე, სადაც მუშაობდი, იქ ესე იგი შახრისტანის, ესე იგი აკროპოლის გადავთანხმოთ, ხან შიდაციხე გადავთანხმოთ, ხო? შიდაციხეს შახრისტანი ქვია. ეს არის დაახლოებით 30 ჰექტარი. ეს არის დაახლოებით 25 მეტრზე გაზრდილი და ეს არის პირველი საუკუნიდან, ახალი სახელმწიფოს პირველი საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე. და 300 ჰექტარი აქვს გარშემო რაბათის მოსახლეობა. ნუ ეხლა რაბათის მოსახლეობის გარდა ეს არის რეზერვუარები, ორი უზარმაზარი რეზერვუარია, არხები ხელით გათხრეს სირდარიდან და ბინარი არისიდან ეს წყლები შემოაქვს და აგუბებენ თავისი აბანოებით და ასე შემდეგ. და იგივე ეხება წეგან რო თქვი აფროსიები რო ნახე, აფროსიები მე-8 საუკუნეში დაინგრა, მე უკვე სამარყანდად ჩამოყალიბდა და გვერდზევე გადავიდნენ იქ. ხო, და ის ცნობილი ხა სამარყანდის თემურლენგის ის რაც არის, ხო, გვერდზებია, მე უკვალურად გვერდზე ვამბობ რაღაცა 20 მეტრში. ეგორი ქალაქი, პრინციპი ხორეზმის იმპერიის ეგორი ცენტრი იყო რა. ბუხარა და სამარყანდი, ხო? ბუხარა, სამარყანდი, ხივა, რომლის ფონდ აქ აქვს ეს უკანასკნელი ხანი ხივის სწორედ აქ იჭდა, ნუ ტაშკენტის ცივილიზაცია, ტაშკენტის ოაზისიც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი არის, ტეჯენის ოაზისი, მერღაბის ოაზისი არის ძალიან საინტერესო და ეს ოაზისებში გაბატონებული ურბანიზაციები არის. და ეს ოაზისები და უდაბნო თავდება, მერე იწყება ნომადური ადგილები. და ეს არქეოლოგიაშიც ესე იგი რა არის ძალიან საინტერესო, ესეთი მასშტაბური გათხრები რო იყო ძველად. ეხლა მე ეგ ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას მაძლევს, იმიტომ რომ ეს ნომადების მონაცვლეობა ძალიან კარგად ჩანს მკვიდრ მოსახლეობასთან. ვინ მოდიოდნენ ხო სხვა დროში? აი ვინ მოდიოდნენ? აბსოლუტურად იცვლება, აი ეს ეხლა ეს კეითის საკვლევი თემა არის. მაგრამ აი ურბანიზმის მოდელი როგორ იცვლება? ურბანიზმი იმით კი არ იცვლება, რომ ეს მონღოლების გაბატონებული აზრი რაც არის, რომ მოვიდნენ, მათ შორის ცენტრალურ აზიაში ეს გაბატონებული აზრი, რომ მოვიდნენ დაანგრიეს, ყველაფერი გაასწორეს ერთ-ერთი მეორეზე, გეგონება რაღაცა დადიოდა ვიღაცა და ჩაგვჩებით ან იმითი არ ანგრევდა, რა ქვია, არ იყო ეს როგორ წარმოუდგენიათ ხოლმე ხოლმე ქალაქების ეგრედან გრევა რომ მიწასთან გაასწორა რაღაცა სერიოზული ცვლილება რაც ხდება მონღოლურ იმაში, ესეც ის არის რა, ესე იგი მონღოლური ექსპანსიის მერე ქალაქის ცენტრები ხო მანამდე ცენტრში არის ხო იქ გაქვს აუცილებლად პარასკევის მეჩეთი ხო ჯუმა ისე იგი მეჩეთი რომ პარასკევის და მერე ვიღაცა ხანიზის ან დიდი სასახლე აბანო აუცილებლად მონღოლების ჩამოსვლის შემდეგ ქალაქის განაპირას აარსებენ თავიანთ სასახლეებს და ამას შეიძლება თავისი ახსნა აქვს და ესეთი ესე იგი ახსნა რაც შეიძლება კეითსაც აქვს და სხვასაც აქვს ეს არის რომ იმან უნდა აკონტროლოს თავისი ცხოველი, ცხენი, ცხვარი, რასთან ერთადაც დადეს. ეხლა ხანი რომელიც ზის იქ და აბანოშია და სალოცავად გადის სასახლეა და იქ რაღაცა იერარქიული სოციალური სტრუქტურები არის ჩამოყალიბებული, იქ მონღოლს არ აინტერესებს, მონღოლი პირიქით რომ ჩამოვიდა იმას ფსიქოლოგიურად ესე არის განწყობილი, რომ იმან თავისი ცხოველი უნდა აკონტროლოს. რამდენი ცხენი ყავს, რამდენი ცხვარი ყავს და განაპირას გადის. ეს არის ერთ-ერთი ახსნა, მაგრამ ეს განაპირობდა. ემჩნევა რა, აი ეს ემჩნევა ძალიან კარგად ემჩნევა, რომ აი რა კულტურა უცელდება ხა. კიდე ხა სელჯუკიანთა სწორად სელჯუკები ხო? აი სელჯუკები რო ჩამოყალიბდა, ესეც ხო პირვანდელი სახე სელჯუკების ხო აშკარად ნომადური არის. მე აშკარად ითვისებენ ამ რა ქვია, ადგილობრივ სპარსელებისაგან, იმიტომ რომ ყველა ვიცოდით და სპარსელი ხდებოდა ხოლმე. ეგრევე ხდებოდა სპარსელი და საინტერესო ფენომენი რაც გაავრცელეს სელჯუკებმა და ეს თლიანად თელ იმას მოედო, რა ქვია, შუა აზიასაც მოედო და ირანშიც გამოვიდა. აი ეს დეკორები, აი ქვაში ნათალი დეკორები, აი ეს და მაგათმა ჩამოასხეს თაბაშირად. აი ეს მეჩეთები, სხვადასხვა სახის მეჩეთები, აი ესე იგი როგორ იყო, ესე ყალიბები ჰქონდათ აი სელჯუკური მოტივები რა ეს სელჯუკების დროს გავრცელდა. ესე იგი ფიცრისგან და ხისგან ესე ყალიბები ჰქონდათ და აი თხელ თაბაშირს ასხავდნენ ამაში და აი პრინტავდნენ კედლებზე რა, პინტაპი. ესე იგი გააიაფეს საქმე და ესე იგი
ლამაზი დეკორები და ეს ჩუქურთმების სტალაქტიტების მიჰრაბის გამოჩენა, ხა მიჰრაბი ხო საკურთხეველია, ხო ისლამური ძალიან მნიშვნელოვანი კულტურა დაიწყეს, ესე იგი ბეჭვდა დაიწყეს ძალიან იმაში ალიბასტში და იმაში თაბაში. ეს ძალიან საინტერესო ფენომენია და სწორედ აი ცენტრალურ აზიას უკავშირდება. ხო, აი ხა რამდენი მომთაბარე იმპერია არის ამ სივრცეში შექმნილი თავის დროიდან. ან აქედან წასული ხალხები იყვნენ. ამ დავიწყოთ იქიდან რომ ანტიკურ ხანაში ჯერხოს მკითხები რა ყველა სივრცეში იყვნენ, რაზელებულები. მერე ჰუნები მოვიდნენ, რომლებიც ზოგადი სახელწოდებაა ძალიან ეს ჰუნი, ხო? ჰეპტალიტები ჰუნი არის, ჰეპტალიტიც, თეთრი ჰუნიც, ხიორიტიც, კიდარიტიც. მე იქიდან წავიდნენ ისინი, რა ქვია, საბირები, ონოგურები, საროგურები, აკაწირები და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველა ხალხი ძირითადი განსახლების არეალი თავიდან იყო ან მონღოლეთი, ან შუა აზია. რომელია, საკმაოდ ძნელი განსასხვავებელია ხომ ერთმანეთისაგან, აი ისტორიული წყაროებით და გინდა არქეოლოგიითაც, იმიტომ რომ ერთ-ერთი ასე მაგალითად მე ძალიან მიყვარს პროკოპი კესარიელის მიერ შედარება ჰუნებისა თეთრ ჰუნ ან ჰეპტალიტებთან. ის ამბობს, რომ ეს ჰუნები ის კი არ გეგონოთო. ეს ატილად რომ მოვიდაო, არა. ესენი მაღალ განვითარებული ხალხია, უფრო ფიზიკურად ესე წარმოსადეგი თეთრიო, უფრო მაღალი ცივილიზაცია აქვთ, ან განასხვავებს ძალიან ამ ჰეპტალიტებს, რომელსაც თავიანთი სახელმწიფო ჰქონდათ და გაცილებით მართლა უფრო მაღლა იდგნენ ვიდრე ატილას. მე მაგ წყაროს ახსნა მაქვს რა. აქედან წამოსულები გადიოდნენ სპარსულ ფილტრს. ესო ჩამოდენენ სპარსეთში, ხდებოდა სერიოზული ცივილიზაცია. სხვა გზა არ ჰქონდათ. ადმინისტრაციას იღებდნენ. აი მე მითხარი რა, მონღოლებმა გადაიღეს. კი, აბა რა. ხო, გადაიღეს. თავიდან ბოლო აქეთ წამოვიდეს სპარსული გადაიღეს. იქ წაიღენ ჩინური გადაიღეს. მანამდე სელჯუკებმა ვისი გადაიღეს? ისევ სპარსელების გადაიღეს და აი ყველა ჰეპტალიტებიც რომ აწუხებდნენ ალბათ საბოლოო სასანიანთა, ესე იგი მათი მონეტები რომ ნახოთ მოჭრილი, ხო? იქაც აი სპარსელებს ფიზიკურად და შესაბამისად აქედან წასული თუ ვიღაცა ბიზანტიელს შეხვდებოდა, ესე გქონდა ეს სპარსული ცივილიზაციის ფილტრი ჰქონდა, გამოვლილი ჰქონდა. ეს უფრო მეცაც გეტყვი ხა თავიდან ეს შეიძლება ვთქვათ, შეიძლება არა ვთქვათ, მაგრამ აი ისლამიც რო გავრცელდა, მალევე ირანოცენტრული გახდა. ანუ ასე ვთქვათ, თავიდან კი დედაქალაქი დამასკოში ცადეს და რაღაცა, მაგრამ ეს ხო მომთაბარეთა მოძრაობა იყო არაბეთის ნახევარკუნძულზე, მაგრამ როგორც კი დაიპყრეს ეს სასანიანთა იმპერია, ესე იგი ისწავლეს იგივე ადმინისტრაცია გააგრძელეს და იგივე საზღვრებში გავრცელდა ეგრევე. ანუ იგივე საზღვრები, რაშიც სასანიდები იყვნენ, იგივე საზღვრებში იმას საქმე, ესე იგი არაბული კონკვესტი, ისლამური კონკვესტი და არაბული კონკვესტი უნდა განვასხვაოს ერთმანეთსაგან. და მაშინვე ესე იგი იმავე საზღვრებზე გავიდა, იმიტომ რომ სპარსეთი აკონტროლებდა მაშინ უკვე ნაწილს, სამხრეთ ნაწილს, უზბეკეთს და თურქმენეთს. ის ამ ოაზისებს. ძირითადი ბაზა იყო მაინც სპარსეთი. სპარსეთი, ხორასანი და ურბანულადაც, დემოგრაფიულადაც და კულტურულადაც ეგ იყო მთავარი ცენტრი, ხო? მაგრამ ამავე დროს საინტერესოა რომ შუა აზიიდან წამოსულმა ხალხებმა, აი ჰუნებიდან დავიწყოთ ჩვენ და შემდგომ პერიოდში ისინი თუნდაც ავარები, ბულგარები ისინი ხო რომელიც მოძრაობდნენ ამ ევრაზიის სტეპებში გადმოდიოდნენ და შემდგომ პერიოდში უკვე სელჩუკები მათ შორის აღსანიშნავია და მონღოლები თავის მხრივ, რომელს გარდა ხორეზმის იმპერიაც იქნება ეგ და ბევრი სხვა რაღაცა იყო, მაგრამ რა არის საინტერესო იცი, დინასტიები აზიაში თითქმის აი მაშინ ახლო აღმოსავლეთში სულ არის თურქმანული წარმომავლობის თურქული თურქმანი შუა აზიიდან წამოსულმა ხალხება დაუდეს საფუძველი სახელმწიფოებს, იმიტომ რომ აზიაში მაგრამ ირანიზირებული, ანუ სპარსიზირებული, აი მაგალითად როგორებიც იყვნენ თუნდაც სეფიანები შეგვიძლია ყაჯარები, აფშარიდები, ხო, ესეც ყველანი არიან თურქული წარმოშობა და მანამ პრინციპში ახლა ჩვენ ძირითადად რაზეც საუბრობთ, მაინც მოვდივართ მონღოლებამდე ხოლმე, იმიტომ რომ მონღოლთა იმპერია ჩემს არის მაინც ამ მომთაბარეთა ბოლო დიდი იმპერია, აი ბოლო დიდი გამოჩენა, ხო? აი რა თემურსაც სვამა. თემურსაც მონღოლებს ვთქვათ ხოლმე, იმიტომ თემურის მიზანი ამავე დროს იყო ჩინგისხანის იმპერიის აღორძინება, აღდგენა, ხო? მაგრამ აი მერე თემურის მერე დამთავრდა თითქოს მომთაბარეთა იმპერიების ხანა. ანუ აზიაში შეიცვალა რაღაცა სურათი, იქით ევროპული იმპერიები გამოჩნდნენ, რუსეთი, ჩრდილოეთიდან, აქ ბრიტანული კოლონიალიზმი დაიწყო ეს და აი ეს თითქოს ის რაღაცა რაც მანამდე არსებობდა, ეს რაღაც უშველებელი მომთაბარეები დაიძრებოდნენ და გადაუვლიდნენ ხოლმე ახლო აღმოსავლეთს, ევრაზიისტებს და შემდეგ რაღაცნაირად დასრულდა ამითი. აი რამ გამოიწვია შენი აზრით ეს? აი რატო გაჩერდა თითქოს? ალბათ ტექნოლოგიურმა განვითარებამ. ტექნოლოგიურად ჩამორჩნენ ალბათ, ხო ისინი უფრო მეტად იმან. ხო, იმიტომ რომ იმ ეპოქაში რაღაც ფეოდალურ ეპოქაში და რაღაცა მანამდე რაღაცა უპირატესობა ჰქონდა და ჩემი აზრით აი ერთ-ერთი დიდი უპირატესობა რაც არის, ეს არის რაც ვახსენე რა. აქეთ სამყაროში არის სოციალური რაღაცა წყობა
მკვეთრად დეფინირებული ფეოდალური სისტემა და ისინი იქ არიან შეიძლება ერთი ატამანი ყავს ერთ რაღაცა ჯგუფს ხო წარმოგვიდგენთ და ისიც ეხლა მნიშვნელოვანი ნომადურ კულტურაში ჩვენ რაც გვავიწყდება რომ იქ ანუ ფიზიკურად ძლიერი უნდა იყოს ნომადის მმართველი ფიზიკურად და კლანობრივად უნდა იყოს ძლიერი იქ ჯერ იმ სისტემაში უნდა გადარჩეს ის იმ სისტემაში თუ გადარჩება ეს უკვე ძალიან მაგარი ლიდერი გამოდის ანუ ხო ეხლა ფეოდალურ სისტემაში შეიძლება რაღაცა სუსტი უფლისწული გახდეს მეფე რა ან რაღაცა არის დაშვებული რომ სუსტი მმართველობა კი იქ მე რაღაც შეჭამენ ერისთავრები და თავადები და ვიღაცები რაღაც აჯანყებებსაც მოწყობენ და ასე შემდეგ რაღაცა ეს თამაშებში გადაიზრდება პოლიტიკურ თავადებში მაგრამ იქ აბსოლუტურად სხვა რეალობაში ხარ რა იქ სტაბილურობისთვის იმ დინასტიის მმართველობა არის საჭიროება რა ასე თქვა რა იქ სტაბილურობა აქ ფიზიკურად უნდა იყოს ძლიერი ანუ ფიზიკურად უნდა შეგეძლოს რომ ეს ამხელა იურტები დაშალო ააწყო გადახვიდე საომრად წახვიდე და უფრო მეტი გამოწვევისთვის ხარ განწირული როგორც ნომადი ეს შესაბამისად ანუ ძალიან დიდ უპირატესობას გაძლევს მე იგივე შეიძლება ვთქვათ რომ რაღაცა ვიკინგებს შეიძლება შეეხოს თუ არა ეხება ნომადები არ არიან მაგრამ ცნობილი ისტორიკოსი სიუ კენედის წიგნი მონღოლები ჰუნები და ვიკინგები და ამ სამს რაღაც ერთ იმაში აქცევს კონტექსტში ხო ერთ კონტექსტში აქცევს სიუ კენედი ხო და ეს ერთი და იგივე რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტია აშკარად რა უნდა გადარჩე უნდა იყოს ძლიერი რაღაცა გლისხროვის ინსტინქტით და სუსტ ვერ წაიყვან თან რაღაცა ხდება უნდა გადაადგილდე ხო წარმოგიდგენია იქ ერთ ადგილას რომ ძოვს ცხვარი და ცხენი და ასე შემდეგ და ბალახის რესურსი რომ გამოიწურება მე მეორე ადგილას უნდა გადახვიდე მე მესამე ადგილას უნდა გადახვიდე და ეს მუდმივად უნდა იცვალო ეს ადგილი ნამდვილად და თან აი ხა იცი რა ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ ჩვენ მონღოლთა იმპერიაზე ძირითადად ვისაუბრეთ ჩინგისხანის აღზევებას ზუსტად აი რასაც შემყვები აი ეგ გზა განუვლო ჩინგისხანმა იმისთვის რომ მე რა ყურულთაიზე ონონზე შეკრებულ მონღოლებს აერჩიათ ჩინგისყაენად ხო მაგრამ მანამდე ხო თავიანებთან უნდა დაემტკიცებინა თავის ოჯახის წევრებთან უნდა დაემტკიცებინა თავის კლანთან უნდა დაემტკიცებინა მე კლანს უნდა ეღიარებინა რომ აი ეს არის და ისიც ძლიერი უნდა გამოდგარიყო და ეს იქ ლიდერი იყო რეალური ლიდერი ანუ შეიძლება უფრო მილიტანტი და მილიტარისტური და რაღაცა და ნაკლებად სტრატეგიული ნიჭით, მაგრამ აი ფიზიკურად გამორჩეული ადამიანი უნდა ყოფილიყო. მე ნუ ყოველთვის ასე წარმომიდგენია. იქნებოდა უნარები რომ გაეძლო სტეპებში, ეცხოვრებინა ეს ხალხი ემეთაურა ამათთვის ყველასთვის, გარკვეული ორგანიზატორული და ადმინისტრაციული ნიჭის აუცილებლად უნდა ქონოდა. ბევრ საქმეში უნდა გამართლებოდა, ცოდნა უნდა ქონოდა აუცილებლად, იმიტომ რომ ცოდნა და ბოდიში მომითხოვე და მარტო მიწაზე დამოგრებულ გლეხს არ საჭირო არ ჭირდება ცოდნა რომ რაღაცა გაზაფხული მოდის და მოსახნავია დასათესია და ხო იქ ნომადებს სერიოზული ცოდნა ჭირდება სად უნდა აძოვონ რა ადგილას უნდა აძოვონ სად არის წყლის რესურსი ეს ხო უნდა ეხლა წერაკე სირდარია და ამუდარია ვახსენე მაგრამ იქ დინარის პირებზე უნდა იარო იქ სხვას არ უნდა წაეჩეხოს იქ სხვათა შორის ეს კვლევები არსებობს ნომადურ კულტურებში ეს ჯგუფებმა ამ სივრცეებში თავიანთი საზღვრები იციან. იციან, რაღაც სივრცე აქვს ყველას. ხო, და ამ ესე იგი დადიხარ ამ სივრცეში და მე რაღაცა კლიმატი რაღაცა გიბიძგებს რომ ამოძრავდე. ხო, აი ხა შენ ახსენე რომ კლიმატს შეიძლება იბიძგებინა მონღოლებისთვისო და მომთაბარეებისო წამოსულიყვნენ იქიდანო, ან გაემარტივებინა გზა და წამოსულიყვნენ, ან პირიქით შეეწუხებინა ისე, რომ აქ აღარ დაგეგმება, ხო. იმიტომ რომ ხა ჩვენ გვაქვს მაგალითად მე-4 საუკუნეებში ხალხთა დიდი გადასახლება. ხო, დიდი მიგრაციასაც ბარბაროსების შემოსაშვებს უწოდებენ ხოლმე. რომელსაც გოთი ისტორიკოსი იორდანი ასე აღწერს, რომ წამოვიდნენ ჰუნებიო, თავს დაესხნენ გოთებს, გოთები წამოვიდნენ დუნაიზე გადმოვიდნენ, უბიძგეს სხვა ტომებს და მე რომის იმპერია დაესხა ეს ყველა მთელი ეს ამდენი ხალხი ერთად თავს და ნენელა მოხდა ამათი მიგრირება და დასახლება დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, რომელიც იმ მომენტში ალბათ კლიმატური თვალსაჩინით თუ იმისთვის რომ ამ ხალხს გაეძლო უკეთესი იყო საცხოვრებლად ვიდრე ის სივრცე რომელთაც ისინი წამოვიდნენ მაშინ ხო მოკლედ აი ჩვენ რო ესე მოკლედ შევაჯამოთ რადგან ჩვენ ჩინგისხანზე გვაქვს უკვე ეპიზოდი ჩაწერილი შემდეგ ეპიზოდზე ჩვენ როცა გავაგზავნოთ მონღოლებს გვექნება უკვე ურდუებზე ლაპარაკი იუანის დინასტია და შემდეგ რომლითაც მთლიანად შევაჯამებთ ამ საკითხს ამიტომ დღეს ბევრს აღარ ვისაუბრეთ მონღოლებზე ვინაიდან წინ დიდი ეპიზოდი
ეპიზოდი გელოდებათ ცალკე კიდე მონღოლებზე და იქნება კიდე ეპიზოდი საქართველოს და მონღოლები, ასე რომ მოემზადეთ შუაზიური და მონღოლური ამბები. და კიდე რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი რაღაცა შუაზიიდან ქართველებმაც ისწავლეს. ხო. ეს რაღაცა ვაჭრობის და რაღაცებით ბევრი რაღაცა გადმოდიოდა და მე მაგ ერთ-ერთი ჯერ ჰიპოთეზის დონეზე, მაგრამ ნუ რაღაცა მგონია რომ მაგალითად ან სპარსელების გავლით, უფრო მე მგონია სელჯუკების გავლით რაღაც საქართველოს შემოვიდა თონის კულტურა. თვითონ თონე, თანდիր, სხვადასხვა სომხურაში თანდირი. რომელ საუკუნეა ნაპოვნი ჩვენთან აი აქტუალური? ეხლა ჩვენთან რა არის? ჩვენთან გვიან ანტიკურ პერიოდის ჩათვლით არის ეგრეთ წოდებული ღუმელები. ამას ქვია ხოვლეს სამთავრული ღუმელები და ასე შემდეგ. აღმოსავლეთ საქართველოში რაც არის, იმას არანაირი კონცეპტუალური კავშირი თონესთან არ აქვს. ისინი არის პურის საცხობი ორგანყოფილებიანი ღუმელები. აი რაკლიანზე რაც არის ხოვლესში არის, ნარეკვავზე არის, სამთავროზე არის და ეს გამოდის რაღაც და მე ჩდება უკვე ეს სადღაც მე-6 საუკუნემდე ამოდის. ეს ღუმელები. მე ხება თითქოს ყველაფერი და ჩდება თონე უკვე შუა საუკუნეებში. ლომათ არის თბილისშიც არის გათხრილი თონეები რაღაცა ბოლოს მე-17-18 საუკუნის შემიძლია კი ის. ხო. ეხლა რატომ მგონია რომ თონე მე აზერბაიჯანში რო ვთხრიდი. იქ გამიჩნდა ეს აზრი მე-11-12 საუკუნეზე და ეხლა რაღაცა ერთობლივ სტატიას ვამუშავებთ, ესე იგი მე-11-12 საუკუნების თონეები არის იქ ჩავდა. ეს თონეები არის მცირე ზომის. თიხის და არის ადვილად გადასატანი. ღუმელს ხო ვერ მოიკიდებ და ვერ გადაიტან. თონე რა არის? ეხლა რატო არის მნიშვნელოვანი და რატო წარმოქმნა და რა ესე იგი რა კონცეფცია იმას მიშვება რა ქვია მიტრიალებს თავში და ეს ჯერ ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი დატა უნდა მოაგროვო ცენტრალური აზიაში. ცენტრალურ აზიაში ლომათ თონე არის მე-11 საუკუნეზე, მე-9 საუკუნეებიც მინახავს. რაშია საქმე? ეს არის საწვავი. და ვნახე ისეთი თონეები, რომელმაც პირველად დამაფიქრა როგორ ხდებოდა ამათი გამოყენება. რა არის ნომადურ კულტურებში და საქართველოს მთიანეთშიც თავარი საწვავი. ეს არის ნიხო, ხო? ხო, წივა. სოფელში ჩემთან წივას ეძახიან. ეხლა ამ თიხის დიდი წარმოიდგინე კიდე გაბერილი ქოთანი და სხვანაირი კონცეფციით ხდება ცენტრალურ აზიაში დანთება და სხვათა შორის ეს მერე სხვათა შორის ლევანტში და პალესტინა, ისრაელის ტერიტორიაზე და ამბობენ მითხრეს ყოველ შემთხვევაში სტატიები უნდა წავიკითხო ანატოლიის ტერიტორიაზეც მასე გავრცელდა. ესე იგი დგამენ თიხის დიდ ჭურჭელს, გარშემო უკიდებენ ცეცხლს. ის ხო ხურდება. ის ხო მაინც რაღაცა უწმინდური მათ ითვლება, გარკვეულწოდად ეს საწვავი ისა. და შიგნიდან ხდება ვერტიკალურად, ესე იგი უკვე პურის ისა გამოცოლა. თან ადვილი არის. მე ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე რო გადახვალ, ამ წაიგებ იმას. წაიღებ. ძირითადად არის პატარა ზომის. კი. და მე უკვე ალბათ საქართველოში გამოჩნდა, ჯერ თავიდან ძალიან პატარა შეიძლება ამ მაგიდის ზომები არის ეს პატარა მგონი. მე უკვე ზომაშიც გაიზარდა და უკვე ეს უკვე ურბანული ცხოვრების ნაწილიც გახდა. ხო, აი პურის მოედანი გვაქვს იმაზე, ხო? ძველ თბილისში და საცხოვრებელი მე მგონი მინდორაში მაგათხარა, სინაგოგის ტერიტორიაზე გათხარა ისინი, რა ქვია, საცხოვრებელი რა, ძალიან საინტერესო ფენომენია. ეგეც მე მგონია რომ ეს არის რაღაცა მოძრავ ადამიანებთან დაკავშირებული კულტურა, ეს თონეები რა. მე ყოველ შემთხვევაში ეს ახსნა მაქვს, რომ ესეთი კარდინალური ცვლილებება მოხდა. ფურნეები კიდევ არსებობს საქართველოში, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში. აქვთ ეგრეთ წოდებული ფურნეები, მაგრამ თონე ეს არის სომხურად არის თანდირი და ესე თონիր, ესე და ქართულში თონეთ დამკვირდა. მე მგონია რომ ეს არის ცენტრალური აზიიდან გავრცელებული კიდე ეთნოგრაფიულად რაც საბობ აკვანი, ხო? ხო. ესეც ხო რეალურად ნომადებს რომ მოძრაობაში ეს ბავშვი უნდა დაემაგრებინათ ცხენზე, ამობენ მონღოლებზე, ნუ თქვათ რომ მონღოლები არიან, მონღოლების შემოტანილია, ეს აკვანის კულტურაც მე უკვე რაღაც გონია რომ მკვიდრი მოსახლეობის ავთენტური კულტურაა, მაგრამ იქ ამ მოძრაობაში ისეთი ბევრი პრაქტიკული რაღაცის გამოგონება ხდება, რომელსაც ასევე ცხენის აკაზმულობა. ცხენი ხო, უნაგი ეს ყველაფერი მოთაბარულია. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, ეს შეიძლება რომ აქამდე არაბული სამყაროს მიიჩნეოდა, მაგრამ როგორ ჩანს ცხენის მოშინაურება, დომესტიკაცია
სწორედ ამ სტეპებში მოხდა ყაზახეთის სტეპებში. ყველა საჭიროება სადაც იყო. სწორედ ამ სტეპებში მოხდა. ეს ნუ ჩვენ ისტორიულ ხანას უნდა დავცდეთ, ცოტა უფრო ადრეული ეტაპებია, მაგრამ ეს დევნემის კვლევებია და თანამედროვე კვლევები, რომლებიც ესე იგი ჯერ ესე დამტკიცებული თეორია და რაღაცა ესეთი არ არის, მაგრამ ამბობენ რომ სწორედ ცხენის იმაზე სწორედ ასეთ სტეპებზე მოხდა და ყაზახეთის სტეპებზეა საუბარი. ამავე დროს ცირა არის ხა ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ აი რაღაცა შემოვიდა მაგალითად ხო კულტურული და ეს მე ზოგი ყურებს ხოლმე უარყოფითად ამას რომ აი როგორ სინამდვილეში რეალურად რა არის ყველა ცივილიზაცია რომელიც თუნდაც დიდარი არის ამ თავისი კულტურულად არის რომ ამ ყველას სხვა რაღაცებს იღებს ითვისებს და თავისებურად გარდაქმნის და ამკვიდრებს მე ადგილობრივ პირობებში ალბათ ხა მაგალითად იგივე ქართული სამზარეულო ვერასდროს ვერ იქნებოდა ისეთი მაგარი როგორც ახლა არის რომ არა ეს ამდენი შეძებლობა გარშემო, რომელიდანაც შემოდიოდა ყველანაირი ტიპის სუნელი იქნებოდა ეს რეცეპტი იქნებოდა კერძისა თუ რესურსები იქნებოდა, რომელიდანაც კეთდებოდა ეს ყველაფერი, ხო? ასე რომ გარკვეულწილად ამ ძალიან ბევრ კულტურასთან მე ეხლა სიმართლე მე ნომადური სამზარეულოს დიდი გულშემატკივარი არ ვარ. ქართული მირჩევნია. მაგრამ ვარ ძალიან სპარსული სამზარეულო. ხო, მე სპარსული და ეს სხვა თქო უნდა ამ ზოგადად თუ თონე, სამგო თონის პური ხო გიყვარს? თონის პური მიყვარს, აი თონის პური და ხორეზმის საზამთრო და ნესვი არის. ძალიან გეურიელი. ყველას ურჩევ თბილისიდან გაფრიდეთ ტაშკენტში, წახვიდეთ, რა ქვია, სამარყანდში, აი ხივაში და აი ბოდიში კახელებთან და საქართველოს, მაგრამ ყველაზე გეურიელი საზამთრო და ნესვი მანდამახლა ჭამე. -50 გრადუსები ავდეს, იქნება გეურიელი. ასევე ხო, თუნდაც ფლავი, რომელიც საქართველოში ესე დამკვიდრებული, ხო ეხლა ხო, ფლავი მიიჩნევა რომ ნუ უზბეკური და ისე სხვადასხვა მიიჩნევა რომ ეგ არის ინდური კერძი. ხო. ჩილოთ ინდიაში და მე ქართლ და მე ცენტრალურ აზიაში და ხშირად ფლავი და რაღაცა ეს გავლენი. ფლავი, ნუ უზბეკური ფლავი, ეგეც ხო. მე ვიღაცას რო ეთქო ბავშვობაში რომ ფლავი ქართული არ არის, შეიძლება გული შემწუხებოდა, მაგრამ მე ნუ ძალიან კარგი ვარიაცია კეთდება. და პლუს კიდე მონღოლთა იმპერიას მეხნის მათეს აკონტროლებდა უზარმაზარ სივრცეს, რომ მთელი ეს აზიური და ევროპული რესურსები გარკვეულწილად აურია ერთმანეთში და ყველგან გავცელდა მე რაღაც ხელი შეუწყო. და ისევ აბრეშუმისას და რაღაცას ეს ამ თემას რო დაუბრუნდეთ, წეგან თქვით ესე იგი ფუფუნების ცხოველები რო გადადის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილზე რაც ხდება მოძრაობა. ეს არის ასევე სხვადასხვა კულტურების მოძრაობა და ამ კულტურაში გულისხმობ მაგალითად აი თითქოს ხო მე-13 საუკუნეა და არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ახლა ოთრარში რომ მუშაობთ, დავადასტურეთ წიწიბურა. ერთ-ერთი ადრეული წიწიბურა, რომელიც და წიწიბურას კულტურული ვარიანტები არსებობს ესე იგი დასავლეთ ჩინეთში და ინდოეთში. ხო. და ესე იგი უკვე ხედავ გავლით როგორ შემოვიდა საქართველოში წიწიბურა. ნუ ეს მასობრივად ახლა საბჭოთა გავლენა არის, ეგრეთ წოდებული გრეჩიხა. ხო, ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპაში არ არის პოპულარული. ევროპაში არ არის პოპულარული, იტალიაში ეძახიან ძალიან საინტერესო არის. იმიტომ რომ ახლა მაგაზე ნაკლები მაქვს ხო ეგ თემა მეტნაკლებად. იტალიაში ეძახიან მაგალითად სარაცინას. ხო, არა სარაცინა. ესე იგი ხო. და ესე იგი რუსები ეძახიან აი მას რა ქვია გრეჩიხას. ბერძნები ჭამდნენ. ბერძენი ბერები ჭამდნენ და მე რაღაცა ძალიან ცნობილი ისყავდათ მაგალითად ვავილოვი იყო ესეთი მეცნიერი, რუსი მეცნიერი, რომელიც ამ ყველაფერს კატალოგიზაციას და ყველა სცენარის და იმის კატალოგიზაციას ახდენდა. საქართველოში ყავდა ჩემი ნაცსავის სამწუხაროდ არ იყო პეტრე ნასკიაშვილი, რომელიც ძალიან მაგარი იყო უფრო ხორბლის სელექციით და ამ მიმართულებით ისტორიულ ხორბალს იკვლევდა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ვავილოვი იყო, რომელიც იკვლევდა ამ ყველას და როგორც ჩანს, ესე იგი, აი ამ გზით წამოვიდა და არა მარტო რა, ჩვენ ახლა ჩინეთიდან და ინდოეთიდან ძალიან ბევრ რაღაცას ახლა დღეს რასაც მივხვდით, მაგზიდან არის ესე შემოსული და სწორედ ჯერ ცენტრალური აზია გამოიარა ეს კი, ამას გულისხმობდი ზუსტად, მას რომ ვამბობ, შუა აზიას გარკვეული როლი აქვს ახლა ამაში. კი, მაგრამ ესეც რომ წარმოგიდგენთ, მარტო კორიდორი არ არის კულტურების რა, რომ ერთი კავშირი და რაღაც წითელი ხაზი არ არის, რომიდან ჩინეთით რაღაცა შანხაიმდე ეს გზა არ არის, ეს არის ზოგჯერ მიმღები, გამტარი და გამცემი კიდევაც კულტურის და წეგან, იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ რა, ამ ნომადურ მოძრავ მოსახლეობაში ბევრი რაღაცა ისეთი ყალიბდება და ისეთ რაღაცის გამოგონება ხდება, რომელსაც მე ჩვენ ეგრეთ წოდებული მკვიდრი მოსახლეობა, ქალაქის თუ სოფლის მოსახლეობა, რომელსაც რაღაცა შენი ადგილიც რაღაცა სისტემაში ზიხარ და შეიძლება ბარის სოფელიც აქვს და მთის სოფელიც აქვს, მე იმათგან რაღაცაებს სწავლობ და ცხადია რომ ისინიც რომ მოდიან ჩვენ ცივილიზაციაში მაშინ ხდება მაგათი გადაგვარება რა. ანუ გადაგვარება ეხლა უარყოფითი კონტექსტის აბსოლუტურად არ მოყვა. მათი
ხო, თუ შესაბამისი სივრცე აქვს დასასახლებლად იმაში ხდება. ნუ ეხლა მე სამწუხაროდ ეხლა ქართულ იმაში მარტო ცენტრალური აზია ეხლა თემურ ლენგთან ასოცირდება, ხო? რომელიც ხორეზმში ხო, ნუ ეხლა ჯალალედინი და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ თავისთავად მე ეხლა უზბეკური ნაციონალიზმი ეხლა უზბეკეთში რო ჩადიხარ, ხო, ეხლა ძალიან საინტერესო არის. ამ თანამედროვე სახელმწიფოებმა გაიყვეს იდენტობისთვის ვინ ვისი შთამომავალია. და ესე იგი უზბეკები არიან შთამომავლები, იმისი რა ქვია, ნუ თემური ისინი შეხვდათ, ხორეზმი შეხვდათ, ასე ვთქვათ, და ნუ ბიჭე. აი თურქმენებს ამბობენ მაგალითად სელჯუკების შთამომავალია და ეს სელჯუკები წავიდნენ სელჯუკები, ხო, სელჯუკები. და უფრო მეცად ვიყო მე ხა მერუში რომ მუშაობდი და დანდანაკანში რომ მუშაობდი, ეს იყო მეტროპოლიტენ მუზეუმის პროექტი იყო, იმიტომ რომ ესე იგი მანამდე მეტროპოლიტენ მუზეუმმა მეტროპოლიტენ მუზეუმში გამოფინეს თურქმენული მასალები რა წაიღეს აშხაბადის მუზეუმიდან და ესე დაარქვეს Seljuk Treasures რაღაცა საგანძური და ეს წავიდა და ამ იმაში იყო რომ მოდი აბა ეხლა გავუშვათ არქეოლოგები და იმუშაონ თურქმენებთან ერთად და მეც რაღაცა ამ ნაკადში მოვყევი და მაგიტომ ჩავედი და ანუ ეს ძალიან დიდი იდენტობა. ხო და თემურ ლენგის იდენტობაც საკმაოდ არსებობს უზბეკეთში რომ არის ნუ ჩვენი დიდი ამირა. მაგრამ აქაც ეხლა უნდა ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. უზბეკეთის ქალაქის მოსახლეობა მე ძირითადად არის სპარსულენოვანი. მე ეგ რაღაცა კოლონიზაციის პერიოდში და ეს რაღაცა ერების და ჩამოყალიბების და ჩვენი ესე იგი რო ხდებოდა ადრეულ ეტაპზე მე თქვენს რომ არა თქვენო ტაჯიკები ხართო, მაგრამ იქ მე ხა ბევრს რო ველაპარაკე იქ სამარყანდელებს. ისინი არა ჩვენო ტაჯიკები რატო დაგობრალეს, არა ვართ ტაჯიკები, ჩვენო სპარსელები ვართ. და კიდე საინტერესო ის არის რომ იმასაც ამბობენ რომ ესო ჩვენო იმას გვიქნევს რა ქვია თემურ ლენგის სპარსი იყო ის არ იყო რა ქვია და თურქი არ იყო თურქული ის არ უბრალოდ მონღოლი არ იყო ხო და ესე იგი როგორი რაღაცა ჩამოყალიბდა ამ ცენტრალურ აზიაში რომ ქალაქის მოსახლეობა იყვნენ სპარსულენოვნები და ებრაელები და გარშემო ცხოვრობდნენ თურქები ან უზბეკები ამ ასე იგი ამ ოაზისებში და იმის გარშემო უკვე ნომადები და ამიტომაც როდესაც ესე იგი მე-20 საუკუნის დასაწყისში რუკები უნდა დაეხატათ, ასე ვთქვათ, ეს საბჭოთა კავშირში ვიცით მის სახელმწიფო, ვისაც წილად ხვდა რომ ეს ხაზები და ძალიან დაიბადა და მაგიტომაც ბევრი ანკლავი და ექსკლავი და რაღაცა იქა ფერგანას ველი შეხვდა უზბეკეთს რაღაცა ეს იმიტომ რომ ეგეთი ჩვენი გადმოსახედიდან ესეთი სტრუქტურები არ არსებობდა შუა აზიაში. ესე იგი სპარსულენოვანი ქალაქები იყო და გარშემო იყო ესე იგი ნომადური თურქული ხალხი. ეს და ამ იმითი ესე იგი ამ იმითი მოხდა ჯერ რუსული იმპერიის დამყარება ამ ტერიტორიაზე და მე უკვე საბჭოთა კავშირის დროს როდესაც ჯერ თავიდან ხორეზმის რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს სხვათა შორის. და მე დადგა საკითხად რომ აი ახლა ყაზახები უნდა გავყოთ, ის რა უზბეკები უნდა გავყოთ, მაგრამ მე რა აღმოჩნეს რომ აი ეს უზბეკები გავყავით, მაგრამ აქ აშკარად სპარსულენოვანი მოსახლეობა გვყავს შიგნით, რა ვუქნათ ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ ეს ჩვენი და დასავლური მოდელები, სახელმწიფოების მოდელები იქ არ იყო. ეგ უფრო სხვა იგი მაგრამ უფრო ძალიან ხელოვნურად ხდება ხომ გარკვეულწილად ეგეთ სახელმწიფოებში საზღვრების მოხაზვა რა. ხო, მაგრამ აი ძალიან საინტერესო ქვეყანაა უზბეკეთი უსაზღვროდ აი ყაზახეთი და ძალიან მიყვარს ძალიან უკვე დიდი თუ გავატარე და ჩემი 5-6 სეზონი ვიმუშავე ყაზახეთში ოტრარზე თურქმენეთში მათ შორის ძალიან დიდ პატივს ვქცევენ ჩვენ მე ძალიან დიდ პატივს ვქცევ ძალიან საინტერესო არქეოლოგიური სკოლა აქვს მე ვიტყოდი რომ კი ხა ევროპული მიმართულება საქართველოში პოპულარულია რომ იქ იმოგზაურონ მაგრამ აუცილებლად ურჩევ ყველას რომ აი თუნდაც უზბეკეთში მოახერხონ წასვლა სამარყანდი ბუხარა და ხივანახონ ეს შაჰიზინდა იქ ულუგბეკის ისა რა ქვია კიდე დავიწყდა ისა ობსერვატორია ულუგბეკის ობსერვატორიები და ნუ ულამაზესი ეს ფირუზისფერი მეჩეთები და მავზოლეუმები ეს არის ერთი მხრივ რამდენადაც ცუდად შეიძლება ქართული პერსპექტივიდან მოგეჩვენოს თემურ ლენგი მეორე მხრივ რაღაცა ძალიან დიდი ის გააკეთა ცივილიზაციის ცენტრი გააკეთა და რა მოზაიკის შედევრები ნუ წარმოუდგენელია რომ ეხლა მაგაზე არ აღფრთოვანდნენ რა ეხლა ამიტომ ორი მხარე ყავს იმპერიას
ხო რა თქმა უნდა ხა ისტორიკოსის პერსპექტივიდან თუმეტეს ამ დეტალებით მსჯელობა ცოტა არასერიოზულია ისედაც ხო რომ აი მოდი ვიღაც გვებზოდა და არ მაინტერესებს ის ხო პირიქით გარკვეულწილად მე მგონია რომ მის მიმართ ცივილიზაციების მიმართ უფრო მეტი ინტერესიც კი უნდა გქონდეს ამ თორსა ეს ხო იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი რაღაცა ტრანსფერი ხდება ხოლმე რა ცივილიზაციებს შორის გადატანა რაღაცეებისა და გარკვეულწილად ხა მანდ მახსოვს რომ ერთ-ერთმა თქვა რა ქვია ერთ-ერთ გადაცემაში ერთ-ერთი ჟურნალისტი თქვა რომ საქართველოს ვისაც არ დაეზარავ ყველამ გამოიარაო მაგრამ რაღაცეები ყველამ დატოვა სამოგიელო თუ რა და ალბათ ნუ გარკვეულწილად თანამედროვე ქართული ცივილიზაციას აი აღაცნიათ იმ ყველაფრის ნაერთის რაღაცა საერთო ისა ფორმა არის რომელმაც შეითვისა ისიც და თავისი დაიტოვა და მაგას ხო მაგაშია საქმე რომ თან ეს იდენტობა შეინარჩუნა და თან ისინი აიღო ყველაფერი აკრეფა იქიდან რა ამიტომ მე ფიქრობ რომ უცხოელებიც საქართველოს მოგზაურობა არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს ყველგან მოგზაურობა ძალიან კარგი არის ხო და აქვე ესე თქვა ესეთი ხაზმასმა რომ მე შუა აზიის სპეციალისტი არა ვარ მოყვარული ვარ ჩავდივარ მე არქეოლოგი ვარ იკითხრი ალბათ კიდევ პარტიულ ძეგლებზე მიმუშავია ასე თქვათ სასანურ ძეგლებზე მიმუშავია იქ ხარახანტებზე მიმუშავია და პოსტმონღოლურ და აბასიანებზე მიმუშავია იქ რაღაცა ნუ ეს მე რაღაცა ცოდნა მაგრამ ეხლა უკვე აბსოლუტურად მე ჩრდილოეთ აფრიკაში მუშაობ მაროკოში და ვოლობილისზე შეგვიძლია უფრო მეტი ვილაპარაკოთ რომაულიდან ბერბერებზე და ბერბერებიდან არა პრობლემა არ არის არც ეგას ვატაშურეს მაგაზეც ემუნებთ ვილაპარაკებდი პოდკასტში მოკლედ რა ვიცი მე მგონია რომ ჩვენ მე მონღოლებთ გავაგზავნებთ ამ თემას და შესაბამისად კიდევ უფრო შეივსება მადლობა სტუმრობისთვის ამ საინტერესო საუბრისთვის მსმენელს კი დავამშვიდობები და ასევე გეტყვით რომ ახალ ეპიზოდებს მალე შემოგთავაზებთ მადლობა King's College-ს მადლობა King's College-ს ამ შესაძლებლობისათვის episodam da gepiştirdik.